გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness პოდკასტია ჯანსაღ კვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩემი სტუმარია საშა კაცმანი, პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების მენტორი, ასევე ენტერპრენორი და ასევე პოდკასტერი. მან შექმნა თავისი საავტორო კურსი, როგორ გადავტვირთოთ ურთიერთობა და ვისაუბრებთ დღეს ჩვენ ამ მის საავტორო კურსზე. გამარჯობა, საშა. მოგესალმები. ძალიან მიხარია, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი. მეც მიხარია, სხვის სივრცეში წასვლა ჩემთვის ფუფუდება გახდა, და ძირითადად მე ვეპატიჟები ჩემს სივრცეში. მე ძალიან მიხარია, დიდი ხანია მინდა რომ დაგპატიჟო და თან გავიგე, რომ ეხა საავტორო კურსი შექმენი, რომლითაც მეც ვარ დაინტერესებული და მოდი ვისაუბროთ ამ კურსთან დაკავშირებით. კურსი, როგორც ეგეთი, მოდი ესე ვთქვათ, კურს აქვს წინა ისტორია. იმიტომ რომ მე სოციმედიაში ურთიერთობებზე და კომუნიკაციაზე დიდი ხანია ვსაუბრობ. დიდი ხანია ვწერ კონტენტს და უზიარებ ადამიანებს ის, რაც მე თვითონ ვისწავლე და გამოვცადე ჩემ თავზე. და ადამიანები მწერდნენ სულ. რომ სად მოვიდე, სად გავიარო, კონსულტაცია გაქვს, კურსი გაქვს, ლექცია გაქვს. თუმცა მე პირველი პერიოდი, რაც მარკეტინგს და გაყიდვებს ჩავეხსენი და პროფესიის ცვლილება დავიწყე, პირველი პერიოდი მაინც კომპანიებთან მუშაობდი. კომპანიებთან, დამფუძნებლებთან, დირექტორებთან, გუნდებთან, რეალურად ადამიანებთან მუშაობდი ისევ და ისევ. ყოველთვის ადამიანი მაინტერესებდა. ყოველთვის ჩემთვის ყველაზე მდიდრული და ყველაზე საინტერესო არის ადამიანი. მათ შორის როცა მარკეტინგში და გაყიდვებში ვიყავი, მაშინაც ადამიანებს ვემუშავებდი. და დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ კომპანიებთან მუშაობა არის რაღაც გვარი ჩემი კომფორტის ზონა. რომ ბიზნესი კარგად მიცნობს, ბევრი რამე გამიკეთებია ბიზნესში და ეს ბიზნესი რომ მიცნობს და გუნდი რომ მოდის და მაინც ერთგვარი კომფორტის ზონაა ჩემი. ამიტომ ორი რამე დაემთხვა. პირველი, ის რომ ცოდნის გაზიარება და ადამიანების მხარდაჭერა გახდა ჩემი მისიაც და მოწოდებაც და გატაცებაც, უკვე დიდი ხანია ეგრეა. ეგ არ არის სიახლე. სიახლე უფრო ის არის, რომ ადრე მხოლოდ კომპანიებს ჰქონდათ წვდომა ჩემთან და ამდენი მოწერილი შემდეგ, რომ ვერაფერს ვერ ვთავაზობდი ადამიანებს, ბოლო გადავწყვიტე, რომ მოდი გავაკეთოთ კურსი პირველი, გავაკეთე კურსი, რომელსაც ქვია ურთიერთობის გადატვირთვა. ეს არის სამთვიანი კურსი და ყველაზე მთავარი, რაც ჩავდე ამ კურსში, რომ სამ თვეში, რაც ჩემი აზრით ასეთი სიღრმისეული პროცესებისთვის საკმაოდ მოკლე დროა, იმიტომ რომ ღრმად რო ჩადიხარ საკუთარ თავში, ბევრი დრო გჭირდება. მე მაინც დავფიქრდი, რადგან მაინც ჩემი წინა ცხოვრება არის ბიზნესი, შედეგი, მიზანი, ეს ყველაფერი ჩვენს სამნიშნავია. ამიტომ გავაკეთე ყველაზე ოპტიმალური სამთვიანი კურსი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სამთვიანია, ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ადამიანს მიცეს 2 წელი რო დადიოდე თერაპიაზე, ტრანსფორმაციაზე, რაღაცებზე, გაივლის 3 თვეში. შესაბამისად ინტენსიურია, შესაბამისად ღრმაც არის, საკმარისად არ არის ზედაპირული კურსი. სიღრმისეულ თემებს ვეხები იქ ისეც, როგორც არის პატიების პროცესი, მშობლების, პარტნიორის, საკუთარი თავის, საკუთარ თავთან ურთიერთობის გადატვირთვა, სადაც იაზრებ რეალურად შერაგიდა. სადაც ვიხარ. მოდი მარტივი კითხვა, ეს მარტივი კითხვა ყველაზე ღრმა კითხვებია სინამდვილეში, ვიხარ შენ? იმის მიღმა, რაც დაგასწავლეს, დაგაპროგრამეს, აღზრდა, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, საზოგადოება, თავზე მოგახვიეს მილიონი პროგრამა და როლი, რომლითაც ცხოვრობ და გონია და გჯერა, რომ ეს არის შენი და სინამდვილეში შენი არ არის, იმიტომ რომ ალბათ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც საკმაოდ წარმატებული ცხოვრება შექმნა და ვერ იპოვა ამ წარმატებულ ცხოვრებაში ბედნიერება.
არაფერი შუაში არ არის სინამდვილეში წარმატება, გულწრფელად რო გითხრა. წარმატება თავისთავად არც კარგია და არც სულია. უბრალოდ აი ეს რომ მე გავხდები წარმატებული, ბევრ რამეს შევქმნი, მივაღწევ სიმაღლეებს, ავაშენებ სახლებს და აი რასაც მატრიცა ყიდის ჩვენზე რომ თუ იქნები წარმატებული, აღიარებული, ფულიანი, ზეგავლენიანი და ეგ ყველაფერი მოგიტანს ბედნიერებას არ არის მასე. და ეგ იცის მარტო იმ ადამიანებმა, ვინც მაგ წერტილში ნამყოფია, იმიტომ დარჩენები არიან ამ მაგ წერტილის მიღწევაში. და ღრმად ჯერა, როგორც მე მჯეროდა, გულწრფელად რო გითხრა, მე ხომ მჯეროდა ამისე, მე რომ მჯეროდეს ხო არ ვივლიდი ამ გზაზე, ხო? მაგრამ მივხვდი, რომ პირიქით, რაც უფრო მე წარმატებას ვაღწევ, რაც უფრო მაღლა ვარ ცხოვრებაში, მით უფრო მეძაბება ურთიერთობები სახლში, მეგობრებთან, საკუთარ თავთან, არანაირი საზღურები აღარ არის, სახლის სამსახური, ლეპტოპი დარბოდი, შაბათ-კვირას მუშაობდი, შუაღამეს მეილებს ვამოწმებდი, ეგ იყო ჩემი ცხოვრება. და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ წარმატება არაფერი შუაში არ არის, რაღაცები არის, რაც არ ვიცი. რაღაცები არის ჩემს ცხოვრებაში, რაც არ მუშაობს და ჩემი შვილები სულაც არ არიან ბედნიერები იმითი, რომ ყველაფერი აქვთ. იმიტომ რომ არ აქვთ თავარი. საბოლოო ჯამში არ აქვთ თავარი, არ აქვთ ხარისხიანი ურთიერთობა მამასთან, არ არის ხარისხიანი დრო, იმ ხარისხიან დროს და ურთიერთობას მამა ვერ აძლევს. ცდილობს რომ გამოისყიდოს თავისი თავი, კარგი საჩუქრებით, პაისტკებით, კაი ცხოვრებით და ასე შემდეგ და აქეც ყინს რომ რა პონჩი არ მოგწონთ, მე ხო ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის. და მე არ მგონია რომ მე მარტო ვარ ამაში, როგორც წარმატებული ადამიანი, უამრავი წარმატებული ადამიანი, სპეციალურად მაგიტომაც შევქმნილი კურსი წარმატებული ადამიანებისთვის, რატო იცი? იმიტომ რომ კონტექსტი მესმის კარგად. ეხლა მაგალითად არტისტისთვის მე შეიძლება ეგეთი ეფექტური კურსი ვერ შევქმნი, რაღაც არ მესმოდეს არტისტის ცხოვრებაში. მაგრამ წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში რა სტრესიც არის, რა პასუხისგებლობაც არის და როგორ რთულდება საზღვრების დაცვა წარმატებულ კარიერას შორის და ოჯახს შორის და საერთოდ მთლიანად შენი work-life balance-ი, ხო, რასაც ეძახიან, ანუ შენი პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსი. ამიტომაც შევქმენი ეს კურსი, ძირითადად შევქმენი, ვფიქრობდი აუდიტორიაზე, რომ ეს გამოადგება წარმატებულ ადამიანებს, გინა მამაკაცებს, ვინა ქალებს, სულ ერთია, გამოადგებათ მათ შორის მათ პარტნიორებს, იმიტომ რომ მეორე მხარესო წარმატებული ადამიანია, შეიძლება შენ თვითონ ხარ ორი წარმატებული ხო საერთოდ ძალიან საინტერესო დინამიკაა, ორი წარმატებული ადამიანი რო არიან ერთად. მაგათაც გამოადგება და ვეუბნები რომ პირდაპირ რავი შეგიძლიათ მოხვიდეთ და გამოადგებათ მათ შორის, რავი, თუნდაც წარმატებული ადამიანის მეუღლეს, პარტნიორებს. იმიტომ რომ ასეთ ადამიანს რო ელაპარაკო რაღაცა კუთხით მისი წარმატებიდან გამოწვეული სტრესები და ტკივილები რაც არის, ცოტა მაინც უნდა გესმოდეს. ამიტომ რაღაცნაირად ავიღე ის კონტექსტი, რომელიც ჩემთვის ნაცნობია, ტკივილამდე ნაცნობია, ასე ვიტყოდი. და გავაკეთე ეგეთი კურსი, სამთვიანი, სადაც შეუძლია აი ეს ყველა ვინც ჩამოვთვალე, ყველა შეუძლია გაიარონ და გადატვირთონ თავის ურთიერთობა. ძალიან საინტერესოა. მართლა და თან მნიშვნელოვანია, რომ შენ თავად გაქვს ეს გზა გავლილი და აქედან გამომდინარე არის უფრო გულწრფელი. იცი რა, მე მეწილად არასდროს არ ვთავაზობ ადამიანებს იმას, რაც მე თავად არ ამაგავლილი და დატესტილი. იცი რა, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ინფორმაცია და ცოდნა. ინფორმაციას და ცოდნას შორის ცოდნა მოდის მარტო გამოცდილებით. ანუ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ძალიან ბევრია. ინფორმაციაში ფულის გადახდაც არ ღირს. იმდენია. არ ვიცი, ინტერნეტში რო შეხვიდე, რავი, აი ყველაფერი არის. ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი გაზიარებულია, ყველაფერი დაწერილია, ყველაფერი აღწერილია. ამიტომ თუ ადამიანს რამენაირი ინფორმაცია ჭირდება, ჩემი გადმოსახედიდან მაგაში ფულის გადახდა არის სისულელი. აი უკვე ცოდნა ის უნიკალურია, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თავის პრიზმაში და თავის ლინზაში და თავის უნიკალურობაში როცა ატარებს ამ ინფორმაციას და გააჩნია უკვე ცოდნა და გამოცდილება, ეგ უკვე სხვა რამე. მაგაში ფულს გადახდა ღირს. გეთანხმები. ძალიან საინტერესო არის ამ პატიებას აქვს ძალიან დიდი ადგილი შენს
თავტორო კურსში. რა კავშირი არის პატიებასა და კეთილდღეობას შორის? ანუ მატერიალურ კეთილდღეობას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ მარტივი რაღაც. ჩემი ალბათ მნიშვნელოვანია შევეხოთ რატო აქ ურთიერთობებს ამხელა ზეგავლენა ჩვენს კეთილდღეობაზე. მე ასე დავიწყებდი მაგ თემას. ნახე, ჩვენი კეთილდღეობის ერთ-ერთი მე საერთოდ კეთილდღეობას ყოველთვის უყურებ აი ამ well-being-საც, ნუ ქართულად კეთილდღეობა, ხო? შეიძლება თლად ვერ თარგმნის მაგ ტერმინს, ნუ მიახლოებით თარგმნის. მიახლოებით ეს არის. მე უყურებ, რომ კეთილდღეობას აქვს 4 ძირითადი განზომილება, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ არის 4 ძირითადი განზომილებისგან შედგება, ხო? ადამიანი არის თან სულიერი არსება, ამიტომ არსებობს სულიერი კეთილდღეობა. თან ფიზიკური კეთილდღეობა, ანუ ეს არის ყველაფერი რა ძილი, კვება, ვარჯიში, ყველაფერი რაც ფიზიკურთან არის კავშირში. არის კიდე ემოციური კეთილდღეობა, ხო? და აი აქ უკვე გავჩერდები, რომ ემოციური კეთილდღეობის 90% არის დამოკიდებული ურთიერთობებზე. ანუ არა მარტო ემოციური ინტელექტი, მგონია რომ მანდ ხშირად როდესაც უსმენ ადამიანებს, ვინც ამ კეთილდღეობაზე ლაპარაკობს, მგონია რომ აი ეგ დანაკლისი მაქვს ყოველთვის ოცო უსმენ. იმიტომ რომ ემოციური ინტელექტი სინამდვილეში რაში მჟღავდება? ურთიერთობებში. ურთიერთობებში, რა თქმა უნდა. და მთავარი ურთიერთობა ისევ იერარქიულად რომ დავაყენოთ, ანუ ურთიერთობები ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ამიტომ ურთიერთობები არის ის კონტექსტი, რომელშიც ვიბადებით და მთელი ცხოვრება ვცხოვრობთ. და საერთოდ ადამიანი და კაცობრიობა იმიტომაც გადარჩა, რომ ჩვენ ურთიერთობების მეშვეობით შეგვიძლია გაერთიანება. გაერთიანება კიდე მაგ თემაში რომ წამიყვანო კიდე დიდი ხანს ვისაუბრებ გაერთიანებები როგორ დგება, მაგრამ ურთიერთობები, ანუ დაწყებული პირადი ურთიერთობა, ოჯახური ურთიერთობები, შვილებთან, მშობლებთან, ნუ პარტნიორთან გასაგებია ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა არის. და ყველაზე მეტად მატრიგირებელი ურთიერთობა მაინც პარტნიორთან არის. მე მოდის კოლეგებთან, უფროსთან, შეიძლება ბიზნეს პარტნიორი იყოს, მეგობრებთან, უცხო ადამიანებთან, ანუ მაღაზიაში რო შევდივარ მე მაგ ურთიერთობა, რავი, რიგში დგას ხალხი, მოლარეა, ანუ სადმე არსებობს ადგილი, სადაც ადამიანი არ არის, ანუ აი რეალურად სანამ ჩვენ ოთახში გამოვიკეტებით და საკუთარ სივრცეში აღმოჩნდა, იქ სხვა ურთიერთობა იწყება ურთიერთობა საკუთარ თავთან. ანუ რეალურად ჩვენ არსად მარტო არა ვართ. ყველგან არის ურთიერთობა. ყოველთვის არსებობს ურთიერთობა. ანუ ოთახშიც მარტო რო ვიკეთებით, მანდაც იწყება ურთიერთობა საკუთარ თავთან. გეთანხმები. და ღამე რო ვწვევით და ვიძინებთ, იწყება ურთიერთობა ჩვენ ნამუსთან. აი, წარმოიდგინე, ანუ არსად არ არის ფულთან აგვაქვს ურთიერთობა მათ შორის. ანუ ურთიერთობა არის პერმანენტული კონტექსტი, რომელშიც ვართ. ამიტომაც მთელი ჩვენი ემოციური სპექტრი ყველაზე მეტად მიბმული არის დინამიკაზე ურთიერთობა. ანუ ურთიერთობების დინამიკაში ვლინდება ჩვენი ემოციები. ამიტომ საბოლოო ჯამში როგორც უნდა შეხედოთ, ჩვენი ემოციური კეთილდღეობა სრულად დამოკიდებული არის ურთიერთობებზე. მათ დინამიკაზე, რამდენად გამოგვდის ეგ ურთიერთობა, რამდენად რეალიზებულები ვართ ამ ურთიერთობაში, რამდენად მოსმენილები ვართ, დანახულები ვართ, დაფასებულები ვართ, რამდენად გამოგვდის ის, რასაც ჩავიფიქრებთ, ისი სურვილების გვაქვს, რა საჭიროებების გვაქვს. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ვლინდება ურთიერთობებში. ამიტომ რეალურად ალბათ ჩემ პირად კურსს როცა ელოდებოდა ხალხი და იცოდა რომ მე მუშაობ ავტორო კურსზე, არავინ არ ელოდებოდა რომ მე დავიწყებდი ურთიერთობიდან. სინამდვილეში ესე რომ შევხედოთ, კეთილდღეობის ძალიან დიდი ნაწილი არის დამოკიდებული ურთიერთობებზე და კომპანიებთანაც რომ მუშაობდი, მე კომპანიის ეფექტურობაზე, იმაზე რომ კომპანია გახდეს გადავიდეს თქვა თავის განვითარების, ცნობიერების განვითარების შემდეგ ეტაპზე, მანდ ძალიან დიდი წვლილი ნაწილი, უფრო წვლილი არა, ნაწილი არის ურთიერთობების. ონსამსახურებრივი. გეთანხმები. შესაბამისად, ურთიერთობების გარეშე ჩვენ რო რეალიზდეთ, პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე პასუხი არის ურთიერთობების. ეხლა მეორე ნაწილი კითხვის, რატო პატიება? შეხედე როგორ რაღაცა არის. ყველაზე დიდი ილუზია, რაც ადამიანს ემართება, ჩემი აზრით, ვინც ეხლა მაინდა-მაინც ძალიან სიღრმეში არ არის ფსიქოლოგიაში და ტრანსფორმაციაში წასული, ჩვეულებრივად ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, მოღვაწეობს, აქვს კარიერა, ყავს ოჯახი, როცა მას
ცხოვრებისეული გამოწვევა აქვს ურთიერთობებში. მას გონია, რომ ეს გამოწვევა არის კავშირში აი ამ მომენტთან, აწყოსთან. და ამ აწყო მომენტში მისი არესმით ვერ უგებენ და შესაბამისად მას ეს ტკივა. აი ეს არის რაც ადამიანი ფიქრობს და შეფასებას აკეთებს და ხშირ შემთხვევაში ვადანაშაულებს სხვას. მოდი გულწრფელად თქვა. სინამდვილეში 100% რეაქცია რო აიღო, რაც ჩვენ გვემართება სიტუაციაზე რეაქციას გეუბნები. თქვათ რაღაც სიტუაცია მაქვს, რაღაც დაძაბულო მაქვს, საუბარი მაქვს, რაღაცა მაქვს, რაღაც გადაწყვეტა მინდა. ამ სიტუაციაში 100% რო აიღო, მხოლოდ 5% არის კავშირში აწყოსთან და 95% არის კავშირში წარსულთან. ოღონდ ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რომ წარსულს აქვს ამხელაზე გავლენა ჩვენს რეაქციებზე. ეხლა ცოტა ალბათ უნდა ავხსნათ. ხო, ავხსნათ. ანუ ქვეცნობიერზეა, ხო საუბარი, რაც გუმართავს, არა? ეს არის ჩვენი ნაგროვი, გამოუთქმელი, წინა გამოცდილებები, რაც ქონია. გასაგებია. მან ნაგროვი, გამოუთქმელი, წყენები, იმედგაცრუებები, ბრაზი, აი ის ყველაფერი, რაც მანამდე არ დაგვიმუშავებია. გასაგებია. ეხლა შენ წარმოიდგინე. ჩვენ როდესაც უყურებთ სიტუაციას აწმყოში, ჩვენ სინამდვილეში სიტუაციას უკვე ეხლა გავაკეთებ ამის დემონსტრირებას. ეს ხო არის სათვალე. კი. ხო? მე სათვალეში ვიყურები, ხო? აი ესე და ეს ლინზები აქვს სათვალეს და ამ ლინზების მეშვეობით აღვიქვავ აწყოს. ხო. ეს ლინზა არის ჩემი წარსული. წარმოიდგინე, თქვათ მე ვარ 30 წლის, თუ 35 წლის, თუ 25 წლის, სულ ერთია. 25 წელი რო იმუშაოს რომელიმე აპარატმა. აი 25 წელი რო იმუშაოს ტვერსასრუტმა. როგორ გონიათ? არ გაიბინდება? გაიბინდება. ან 25 წელი რო იმუშაოს კომპიუტერმა, როგორ გონიათ? არ გაჭედავს? გაჭედავს. ყველაფერს, ეხლა მივდივარ გადატვირთვისკენ, რატო დავარქვი? ყველაფერი, რაც მუშაობს დიდი ხანი და დაუგროვდა შიგნით კომპიუტერს, დაუგროვდა პროგრამები, რომელიც მე ანელებს ოპერატიულ მეხსიერებას და ჭედავს. აი ჩვენი კომპიუტერი რო ჭედავს, ეს არის ზუსტად ის, რომ დიდი ხანია იმუშავა პროგრამა და ის გაბიდნული არის მეხსიერება და საჭირო არის გადატვირთვა. ტვერსასრუტი რომ მუშაობს, საჭირო არის ფილტრის ან გარიცხვა, ან გამოცვლა. ხო ეგრეა? ეგრეა. ანუ რაღაცა არის მექანიზმში შიგნით, რომელიც იბიდნება და ადამიანებთან ურთიერთობაში იბიდნება სივრცე. ანუ ჩვენ გვიგროვ, არა მარტო ამ ადამიანზე. შენ წარმოიდგინე, ადამიანზე ხო გვიგროვდება კონკრეტულ ადამიანზე. მე მაგიტო რომ გვიგროვდება რაღაცეები. მე ვარქმე, ეს ადამიანი ბოროტი, ეს ადამიანი კეთილია, ეს ადამიანი ასეთი, ესა და საიდან არის ეს იარლიყები? გამოცდილებიდან. ანუ ჩვენი გამოცდილება, რომელიც გვიგროვდება ადამიანთან, მე გვიქმნის განწყობებს. ეგრეა. და განწყობა არის ის, რაც მე მართლდება ჩვენ ცხოვრებაში. შეხედე, მაგიტომაც პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ემუშაო შენ წარსულს. გაოცდები, მაგრამ იმედგაცრუებები, რომელიც გააქვს, მაგალითად გოგო ხარ. და ძალიან ბევრი იმედგაცრუება ქონდა მამასთან. შენ მოდიხარ და შენ პარტნიორს უყურებ ამ ლინზაში, ამ იმედგაცრუებების ლინზაში, შეიძლება ქონდეს ერთად დაჯერება, რომ ყველა კაცი არის უმადური. და შენ ამ დაჯერებით უყურებ პარტნიორს, რომ ყველა კაცი უმადურია და ხედა უმადურ კაცს. შესაბამისად, ეს არის ერთი ცოტა, მოდი ესე ვთქვათ, ცოტა გრძელვადიანი ასპექტი. მაგრამ მოკლევადიანსაც ვიტყვი ახლა. ჩვენ ადამიანები ერთ-ერთი გამოთქმა იყო ძალიან მიყვარს, რომ წყენა არის შხამი, რომელსაც უმზადებს სხვას და სულ ჩვენ თვითონ. შესაბამისად, პატიება ჩემთვის პირადად არის სულიერი უნარი. უნარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურად მიმაჩნია, რომ ადამიანზე ხა გავბრაზდე ან მეწყინოს, ვირჩევ პატიებას. ანუ ლეგიტიმურად მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი იმსახურებს ბრას,
ეს ადამიანი იმსახურებს წყენას, ეს ადამიანი იმსახურებს ჩემი მხრიდან დაჟას და მე ვირჩევ პატიებას. იმიტომ ხო არა რომ საკუთარ თავს უკეთებ ამას, რომ სხვას რო პატიობ, პირველ რიგში მგონია რომ შენი საკუთარი თავის პატიება შეგიძლია და მგონია რომ თუ ვერ პატიობ, სხვას საკუთარ თავს ვერ პატიობ. ანუ მე ამას ძალიან ვაკავშირებ ხოლმე ერთმანეთთან. კი ბატონო, მან შეიძლება თქვი ხამ შეიძლება ორნაირად გადმოთარგმნო, რომ დავაშენო შენ ნათქვამზე. პირველი რომ თუ ადამიანი სულიერ კეთილდღეობაზე ბევრი აქვს ნამუშევარი, ხდება რომ არანაირი სხვა არ არსებობს, რასაც უკეთებ სხვას, უკეთებ შენ თავს, ის სხვაც შენ ხარ. ნუ ვისაც არ აქვს ნამუშევარი სულიერ კეთილდღეობაზე, მაშინ სხვანაირად გადმოვთარგმნი. რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოვექცეთ სხვას განსხვავებულად იმისგან, როგორც ვექცევით საკუთარ თავს. კი ბატონო. ეხლა მოდი ცოტა სულიერებიდან გამოვალ და ფსიქოლოგიაში შევალ, ხო? ჩვენ ვექცევით ადამიანებს ისე, როგორც ვექცევით ჩვენ თავს. და სინამდვილეში როცა წqins სხვისი, ჩვენ თავისაც წqins. ნუ უბრალოდ ეხლა საკუთარი თავის დანახვა უფრო რთულია და სხვისი ყველა სხვის ომში ბრძენია. ამიტომ სხვის ბრალეულობას უფრო ადვილად ვამჩნევთ ვიდრე საკუთარს, თუმცა ჩვენვე გამჟით ჩვენ თავს და ჩვენვე ვჟით ჩვენ თავს. ეგ არის ზუსტად მაგით ვიძახი რომ შხამი რომელიც მომზადე სხვას, სვამ შეჭით. რა თქმა უნდა. შენი წამლები ამ წყენით. რომ წყენაში ყოფნა ძალიან რთულია. კი. ძალიან თუ ძალიან მომწამლელი. ხო, და მაგრამ თუ ზოგისთვის პირიქით, ანუ იმდენად ბუნებრივია ეს ნაწყენი მდგომარეობა, რომ ვერ წარმოუდგენია სხვანაირად როგორ უნდა იყოს. ადამიანები წყენით ცხოვრობენ თელ ცხოვრება და იგროვებენ კიდევაც. რო ხდებოდნენ ადამიანები სინამდვილეში რამხელა ზიანს აყენებენ თავის თავს. იმის გამო რომ დაატარებენ ამ წყენას ალბათ არ გააკეთებენ. ალბათ. ფსიქოლოგიაში არსებობს ეგეთი ტერმინი, რომელსაც ქვია მეორადი სარგებელი. და არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმაზე, რომ როდესაც მე ადამიანზე ნაწყენი ვარ, მე ამ დროს ვიკვებები იმითი, რომ მართალი ვარ. და რაღაც უპირატესი ხარ, ხო? უპირატესი ხარ და მართალი ხარ. მართალი ხარ და უპირატესი ხარ და შესაბამისად ჟი. ხო. ჟი შენ თავს, მაგრამ ვერ ხვდები ამას. ამიტომაც პატიება არის ის პირველი 1 თვე კურსის განმავლობაში და პატიება გასაოცარი არის, რომ რა შუაშია შეიძლება ვიღაცამ მკითხოს, ახლა დედაჩემის და მამაჩემის პატიება, მე პარტნიორთან აქვს პრობლემა, ან შვილთან, შუაში არა თავშია. თავშია, გეთანხმება. ხო, ამიტომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, მე რომ უფრო გრძელ კურსს ვაკეთებდე კიდე უფრო დავაგრძელებდი პატიებას, იმიტომ რომ საპატიებელი იმდენი გვყავს და გასაშვები, წყენები და ბრაზი, რომ შეიძლება 2-3 თვეს სჭირდებოდეს ერთწლიანი კურსი რო იყოს. იმიტომ რომ ყველა შენი წყენა და ყველა შენი ბრაზი და ყველა შენი პრეტენზია რო ჩამოწერო, იქ შეიძლება ბაღის მასწავლებლიდან იწყებოდეს და თავდებოდეს არ ვიცი სად. ანუ ჩვენ ძალიან დიდ ტვირთს დავატარებთ. თან სხეულებრივად ვინახავთ ამას. ცალსახად. ყველა ემოცია ინახება სხეულში. მოდი ვისაუბროთ ახლა შობლების პატიებაზე. რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტულად დედის და მამის პატიება? მოდი დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ 50%-ით ვართ დედა და 50%-ით ვართ მამა. ამიტომ სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ ეგრე ქვია პროცესში, რომ აპატიო დედა და აპატიო მამას, სინამდვილეში აპატიო შენ თავს. იმიტომ რომ ეს დედა და მამა მნიშვნელობა არ აქვს ცოცხლები არიან თუ გარდაცვლილები არიან, ეს პერსონაჟები ცხოვრობს შენში. აქ ლაპარაკი უფრო მიდის შენ შინაგან მშობელზე, რომელიც გაფასებს, განგჟის და გჟის. და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გასაოცარი არის ჩვენი ფსიქიკა, ძალიან საინტერესო მექანიზმი არის და კლასიკური ფსიქოანალიზის რო ავიღოთ და საერთოდ რა ვიცი ფროიდის მოდელი ან ნებისმიერ სხვა მოდელი, ჩვენი წყობა შინაგანი შედგება 3 ძირითადი ჯგუფისგან, რომელსაც უამრავი პერსონაჟი ყავს შიგნით ჯგუფებში გულისხმობ რა, მაგარი მშობლის ჯგუფი, შინაგანი მშობლის, შინაგანი ბავშვის და შინაგანის დასრულის. აი ესე რომ დავახარისხო. ამიტომ სინამდვილეში დრამა
რომელიც ჩვენ ბავშვობაში ხდებოდა, ის არ დასრულება, ეს არის ილუზია, რომ ჩემ ბავშვობა მე მგონია ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ჩემნაირად ფიქრობდა, რომ მე გავიზრდები და ჩემი ოჯახის დრამა დასრულდება. და იმედი გაგიცრუოთ, იმიტომ რომ ეს დრამა ეხა მიმდინარეობს თქვენში. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემი შინაგანი მშობელი ჩაგრავს, აგრძელებს და ჩაგრავს ჩემ შინაგან ბავშვს. და ეს დინამიკა შიგნით და ეს ბავშვი მე გადადის ამბოხში, იჩენს ადიქციებს, გამაყუჩებლებს, ძალიან ტკივა, ხო? და ჩვენ ეს გამტკიველს გაურბივართ ყველანაირად, ყველა ხერხით როგორც შეგვიძლია. და მთავარი ტკივილისგან გაქცევარი ყურადღების გადახდა. და ძალიან საშიში არის საკუთარ ტკივილს თვალი გაუსწორო. მათ შორის ბევრისთვის საშიში არის დახმარებისთვის მიმართო სხვას და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მშობელზე როცა ვლაპარაკობ, სინამდვილეში ვლაპარაკობ შენ შინაგან მშობელზე. ამიტომ ყველაფერი არის ბოლო-ბოლო დადის იქამდე, რომ შენ ამუშავებ სივრცე შენში. საერთოდ იცი რა, ბევრჯერ წარმოვიდგინე, ჩემ პროცესში პარტნიორთან ლაპარაკი არის მესამე თვის ბოლოს. ანუ მე მთელი პროცესი მაგ ისე აწყობილი, რომ შენ სულ სხვანაირი საუბარი შეძლო შენ პარტნიორთან. მესმის. ანუ გამზადებ ამ საუბრისთვის. ანუ სხვა ეტაპზე გადაყავს და იმ ეტაპზე გადასული, ანუ ახალი ვერსია ესაუბრება პარტნიორს. ხო. იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორთან საუბარი აღვწეროთ როგორ გამოიყურება. ეს არ არის საუბარი, ეს არის შერკინება. მე საერთოდ მგონია დროთა განმავლობაში ადამიანები ამუღამებენ ერთმანეთს და მე როგორც თქვა ტანგო როგორც ცეკვაც არის თავისი ილეთებით, ურთიერთობა ძალიან ემსგავსება ტანგოს. ანუ ყველაფერი, აი რა სიტყვის, როგორ შემოხედავს, რას გააკეთებს, აი ჭიქასაც რო აიღებს ისიც შეგიძლია წინასწარ. თქვა რომ აი ხა ამას იზავს, ეხა ამას მეტყვის, აქ შებრუნდება, ამაზე პასუხს არ მეტყვის. რატო არის ეგ? იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ბევრი უთანხმოების და კონფლიქტების შედეგად ჩვენ გამოვძერწავთ ჩვენ ტანგოს. და ამ ტანგოში დამუღამებული ყავს ერთმანეთი. ანუ იმას, ანუ მარტო მე კი არ მყავს ის დამუღამებული. იმასაც ყავარ დამუღამებული და უკვე აი როგორც ტანგო ილეთებისგან შედგება, ისეთივე არის ჩვენი საუბარი. და ადამიანს უჩნდება ეგეთი განცდა, რომ ბიჭო 1000 ჯერ ველაპარაკე ამ ადამიანს კი, მაგრამ ვეუბნები არ გილაპარაკია. შენ მასთან იცეკვე, მე როგორც გიჟივით მიყურებდნენ, რომ ბიჭო მე ვთხარი, ტანგო ვერ ხვდები, რომ ერთი და იგივე საუბარი გაქვს, ერთი და იგივე ტონალობაში ელაპარაკები. ხო, და ანუ აი მაგას ვეძახი დამუღამებული რა. და ამას კიდევ ვეძახი შერკინებას, რაგბიდან წამოვიღე ეს ტერმინი. იმიტომ შერკინებაში ვართ რატო? რომ არ დავთმოთ. რომ არ დავიჩაგროთ. და არ დავთმოთ და ესე ვაწვევით ერთმანეთს და ამას ვეძახით 1000 ჯერ ველაპარაკე და ვერაფერი ვერ გაიგო. იმის, ხო და ეგ საუბარი, ეგ შერკინება იწვევს ერთი და იგივე შედეგს. და როგორც აინშტაინი ამბობდა, რომ სიგიჟე არის აკეთო ერთი და იგივე და ელოდო განსხვავებულ შედეგს. და ადამიანებს ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ სხვა შედეგი უნდათ, მაგრამ სხვა შედეგი რომ მიიღო, ამისთვის სხვანაირად უნდა ილაპარაკო. იმიტომ რომ ნახე რა არის მნიშვნელოვანი რომ გავიგოთ. ურთიერთობის ფორმა არის კომუნიკაცია. ჩვენ კომუნიცირებთ ერთმანეთთან ადამიანები. და ანუ ურთიერთობა ვლინდება კომუნიკაციაში. მათ შორის სხეულებრივ კომუნიკაციაში. მათ შორის და სხვადასხვა სხეულებრივი 70% არის კომუნიკაციის. და 30% არის ყველაფერი დანარჩენი, როგორ ვამბობთ, რა სიტყვებს ვიყენებთ, რა ტონალობით, ხო, რა ტონალობით ვეუბნებით, ასე რა სიტყვებს ვარჩევთ. ანუ ჩემ გზნობებზე ვლაპარაკობ თუ შენით ვიწყებ. ანუ ძალიან ბევრი ნიუანსი არის ამ დიალოგში. სხვადასხვა ძალიან საინტერესო რა არის, იცი რომ 30 წელია მე ვარ კომუნიკაციის სფეროში. მე კომუნიკაციის და გაყიდვების გარდა არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში. სულ მაგაში ვარ. ნუ სხვა როლში, სხვა ამპლუაში, მაგრამ კომუნიკაციის სპეციალისტად მიმაჩნია თავი. და სხვადასხვა აი ეს გულწრფელი, ღია, მოწყვლადი, ემოციური კომუნიკაცია ვისწავლე კარიერის ბოლოს.
აი ხო საინტერესოა. მოწყვლადში რას გულისხმობ? მოწყვლადში გულისხმობ ღიაობას, როცა ღიად ლაპარაკობ შენ გზნობებზე, როცა ღიად ლაპარაკობ შენ სურვილებზე, არ ნიღბავ, არ მანიპულირებ, არ აკონტროლებ, არ დომინირებ, არ ფუთავ. ნესმის. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცხო ადამიანთან ეს უფრო ადვილი იყოს, ვიდრე შენ პარტნიორთან. ხო, იმიტომ რომ ხო, შეიძლება ეგრეც იყოს, ზოგს უცხოებთან უჭირს, მაგრამ პარტნიორთან იმიტომაც გვიჭირს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი დევს ფსონზე. და ჩვენ გვეშინია იმ ტკივილის, რომელიც უკვე განცდილი გვაქვს ამ ადამიანთან ბევრჯერ. და მაგით გვეშინია, რომ კიდე დავიწეს ეს ის ინსტინქტია, ხელს რო დაადებ რაღაც ხელ ჩაიდანს და დაიწვევი. უკვე იმდენჯერ დაიწვი, რომ იცი, რომ აქ რო თითი დაადო დაიწვევი, ხო? და არ გინდა ეს ტკივილი. ხო და ნახე, ანუ შენ რომ მიიღოს სხვა შედეგი, გჭირდება სხვა კომუნიკაცია. და ეს სხვა კომუნიკაცია გაგსასწავლი. იმიტომ რომ შენ კომუნიცირებ ისე, როგორც კომუნიცირებ. და მაგარ რაღაცას გეტყვი, ნახე, სად გვაქვს ურთიერთობა ნასწავლი? გიფიქრია მაგაზე? ხო, მინდოდა ეგ შეკითხვა და ამესო. ხო, აი სად გვაქვს? სად ვისწავლეთ ურთიერთობა? ოჯახში. ოჯახში, რა თქმა უნდა. ყველას გვაქვს ურთიერთობა ნასწავლი ოჯახში, ოჯახის დინამიკაში. ყველას მიგვაჩნია, რომ ის ურთიერთობები, რაც ჩვენ ოჯახში იყო, მეტნაკლებად, ეხლა თუ მაინდა-მაინც ზალადობა არ იყო და რაღაცები არ იყო, მეტნაკლებად ყველას მიგვაჩნია, რომ ეგ არის ნორმა. და ნახე როგორ რაღაცა, არც ერთი ოჯახი არ დაიარება დედამიწაზე, რომელიც გავს ერთმანეთს. გასაგებია, რომ გვაქვს საერთო. გასაგებია, რომ მე საქართველოში დავიბადე და შესაბამისად ეს კულტუროლოგიური, სოციალური, ფასეულობითი, მორალი, რელიგია და ბევრი საკითხები გვაქვს საერთო, მაგრამ არც ერთი ოჯახი არ გავს ერთმანეთს. და მე მოვდივართ ორი ადამიანი სხვადასხვა ოჯახიდან ქმნით, რავი, ოჯახს ვთქვათ. და ვცდილობთ მოვიპოვოთ დომინაცია და უმტკიცებთ ერთმანეთს, რომ არა ესე და ის ამბობს არა ესე. და ესე რა არის? ისე როგორც ჩემ ოჯახში იყო, იმიტომ რომ მანდ ვარ გაზრდილი. და მიგვაჩნია, რომ ეგ არის ნორმა და სტანდარტი. და სინამდვილეში ეს არც ნორმა არის, არც სტანდარტი არ არის და შეიძლება კიდევაც აღმოჩნდეს, რომ შენი ოჯახი საერთოდ იყო დისფუნქციური. კი ბატონო. და შეხარ მიჯაჭულობებში გაზრდილი, თანადამოკიდებულ ურთიერთობებში. და ეს ყველაფერი რო აღმოჩნდება, რომ ენა, რომელზედაც შენ საუბრობ და კომუნიცირებ, არის შეხარ მოძალადე. ჩვეულებრივი მოძალადე ხარ იმენით, რომლითაც კომუნიცირებ. და გამოდის, რომ ჩვენ წარმოიდგინე, დიალოგი კი არა გვაქვს. ორი მოძალადე აწვება ერთმანეთს და ცდილობს, ხო, შერკინებულია, ცდილობს გაიტანოს თავისი. და ამას ვეძახით ურთიერთობას. და ეს არის ტოქსიკური ურთიერთობა რეალურად. იცი რა, ხო, ტოქსიკური, ხო, შეიძლება ერთ-ერთი ფორმა ტოქსიკური ურთიერთობის. მე საერთოდ რა არის, იცი? ამ ტოქსიკურ ურთიერთობაზე მაშინ უნდა გავაკეთო კომენტარი, იმიტომ რომ ისე გახაიფდა და გაპაფსავდა. ხო და გავაკეთე კომენტარი. შეხედე როგორ რაღაცა. ჩვენ გაუცნობიერებლად ვიზიდავთ და ვირჩევთ ისეთ პარტნიორს, რომელიც რეზონირებს ჩვენთან, რეზონირებს ჩვენს ტრაუმებთან, ემოციურ საჭიროებებთან და ეს ადამიანი, რომელიც მოვიზიდე ჩვენ ცხოვრებაში, არის საუკეთესო ტრენაჟორი იმისთვის, რომ განვიკურნოთ ჩვენი ტრაუმებისგან. ხო, და შესაბამისად ჩვენ თვითონ ვიზიდავთ ტოქსიკურ ურთიერთობებს. ხო და ნახე, ჩვენ დავარქვით ამას ტოქსიკური ურთიერთობა. ხო. ეს არის შეფასება. გასაგებია. ანუ კი გასაგებია, რომ ტყუილა არ დავარქვით, ის შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს. მაგრამ ჩვენ ამას უბრალოდ შევარქვით ტრენდული სახელი. და არავინ არ სვავს კითხვას. რატო ვარ ამ ურთიერთობაში? რისთვის მოვიზიდე ეს ურთიერთობა ჩემს ცხოვრებაში და რითი მემსახურება ეს ურთიერთობა მე? იმიტომ რომ მემსახურება და მე არა მარტო მემსახურება, იმიტომაც რჩებიან ადამიანები ეგრეთ წოდებულ ეგრე დავარქმევ. ეგრეთ წოდებულ ტოქსიკურ ურთიერთობებში, იმიტომ რომ აქვთ სარგებელი. მესმის. სარგებლის გარეშე ადამიანი არაფერში არ რჩება.
დიდი ბოდიში. კი. ჩვენ ყველაფერში ადამიანი არაფერს არ აკეთებს საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე. ხო, ნუ მსხვერპლი იზიდავს მოძალადეს, მან მსხვერპლსაც აქ სარგებელი. ცალსახად. მსხვერპლს უფრო მეტი სარგებელია ვიდრე მოძალადეს. ნახე როგორ რაღაც არის. ამიტომ ეს ურთიერთობების დინამიკა არის ძალიან საინტერესო. ჩემთვის ძალიან მიმზიდველი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ადამიანი. როგორც არსება, ეგეთი რთული, ურთიერთგამომრიცხავი, ეგეთი ჯიუტი და ამ დროს ეგეთი საყვარელი არავინ არ არის დედამიწას. აი, სასწაული, თან მე მაქვს რაღაცნაირი ალბათ უნარი ყველა ადამიანში დავინახო აი ის საწყისი ბავშვი. ნათელი წერტილი რაღაც, ხო? და ვხედავ ამას და მინდა რომ დავეხმარო ამ ადამიანს, დავეხმარო ხასუსო და არა გადავარჩინო. დავეხმარო ამ ადამიანს, თუ მას ჩემი დახმარება თავისთავად უნდა და ჭირდება და მთხოვს ამ დახმარებას. დავეხმარო ამ ადამიანს, რომ აი ის რეალიზდეს. რეალიზდეს, იმიტომ ყველა ადამიანი არის რაღაცა ჩანაფიქრით შექმნილი გამჩენის მიერ. და ძალიან მენანება, რომ ის ჩანაფიქრი არ განხორციელდეს. ვიღაცა დაიბადა, წარმოიდგინე, იცის იმჯერა, ვიღაცა დაიბადა, რომ უბრალოდ ყვავილებს მოუაროს ლამაზად. ვიღაცა დაიბადა, რომ ეს ხალიჩა აწარმოოს. ვიღაცა დაიბადა, რომ პოდკასტი გააკეთოს. ვიღაცა დაიბადა, რომ ლამაზი ჭიქა შექმნას. ანუ სამყაროსთვის ყველაფერი არის ძვირფასი. ყველაფერი რაც ამ სამყაროში არის ძვირფასი. სიბოროტეც? ნახე, იმ სიბოროტეს ჩვენ დავარქვით სიბოროტე. რა არის სიბოროტე? ანუ არის რაღაცნაირი ჩვენ რაღაცა არ მოგწონს. ეს სამყარო არის იდეალური იმ კუთხეებით შეფასება, რომ იდეალურია. ყველაფერი ამ სამყაროში არის ისე, როგორც უნდა იყოს. იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის დანიშნულება და ისო ჩვენ არ ყოფნის ან ცოდნად გამოცდილება, რომ ეს დანიშნულება დავინახოთ. არ ნიშნავს ეს სამყარო არის ან ბოროტი, ან რაღაცნაირი. უბრალოდ ჩვენ დიდ სურათს ხშირად ვერ ვხედავთ. ჩვენი გადმოსახედიდან ვიხედებით და ჩვენი გადმოსახედიდან ვაკეთებთ შეფასებას და დიდ სურათს ვერ ვხედავთ. ზოგიერთი ადამიანი და სული დარწმუნებული ვარ მოვიდა აქ, რომ ომში მოკვდეს. აი ეგეთი გზა აქვს არჩეული. იმ სულს გამოცდილება აქვს ეგეთი არჩეული. და ეგ რა უფლება მაქვს მე ეზოთერიაში წავედით უკვე. ანუ რა უფლება მაქვს მე ეს გზა ან გავსაჯო, ან შევაფასო. მას აჩუქა სამყარომ ეს გამოცდილება. რაღაცისთვის. მე რა ვიცი რა სწავლა. თუ აირჩია ეს გამოცდილება. იმან აირჩია და იმან აჩუქა. ხო და რაღაცა გამოცდილებას ღებულობს ის სული. ფაქტია. და ივსებს იმ გამოცდილებას. ხვდები და ეხლა მე ვზივარ და ჩემი გადმოსახედიდან რაღაცა შეფასებები გავაკეთო და რაღაცნაირი ბოროტია ეს კეთილია თუ ასეთია თუ ისეთია გავაკეთო. ყველამ თავის გზას მიხედოს. დასვას კითხვები, მე რატო არაშიც ვარ? მე რისთვის მოვედი? მე რა გამოცდილება ვირჩი? მე რა კინო მაქვს? მე რა შედეგს მინდა? მე რა გამოცდილება? მე რო მოვკვდები და ბოლოს რო კინოს უყურებ ჩემ ცხოვრებაზე, რა კინო მინდა რომ ვნახო? მოდი რა, ამაზე ვიფიქროთ რა. გეთანხმები. ხო და რაღაცნაირად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე. საკუთარ თავზე. საკუთარ თავზე, გარემოზე, რომელშიც ცხოვრობთ, პარტნიორებზე, ურთიერთობებზე, შვილებთან, მეგობრებთან, საკუთარ თავთან. ანუ ავიღოთ რა ამაზე პასუხისმგებლობა, გავიზარდოთ რა. სუხვალ უნდა ვიყოთ ინფანტილურები და ბავშვები, არა? სუხვალ უნდა ვეძებდეთ დამნაშავეს გარეთ და შევხედოთ, რომ რავი, შემოქმედი ვარ. მე რა რო შეიძლება გაუცნობიერებელი შემოქმედი ვარ დღეს. გაცნობიერდი, რა პრობლემაა? არის თან დღესდღეობით უკვე ბევრი საშუალება. ძალიან ბევრი საშუალება. დღეს ძალიან ბევრი, ხო? ძალიან ბევრი საშუალებაა და ალბათ რაღაცა ეტაპზე გადავდივართ, იმიტომ რომ ამდენი საშუალება ხათ ყვილა ხო არ გაიხსნა, ანუ სადღაც მივდივართ. ახალ ვიბრაციაშია დედამიწა ესე ამბობენ. ვიცი, მე მგონია რომ ძალიან ბევრი საშუალებაა. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. ერთ-ერთი. არ ვამბობ არც საუკეთესო, არც უარესი, ერთ-ერთი. რეზონირებ შენთან, მოდი.
არ რეზონირებს სხვა იპოვე. რა პრობლემა არის? სამყარო მდიდარია. ესე იგი, შენი საავტორო კურსი არის პირდაპირ ადამიანის გზა გამოღვიძებისკენ, ხო? იცი რა, ისევ ფრთხილობ ტერმინებს. ძალიან ფრთხილი. მე ისევ ხედავ. ხო, არა, გავიგე. იცი რა, ეს ალბათ არის უფრო მოკაკუნება. ასე დავარქმევდი. აი რომ მოუკაკუნო შენ თავს და ცოტა იმაზე ღრმად ჩაიხედო, ვიდრე ხედავ დღეს. ცოტა იმაზე მეტი ჰორიზონტი დაინახო, ვიდრე ხედავ. მათ შორის მეორე თვე არის გადატვირთვა საკუთარ თავთან. პატიება რო რჩება, პირველი თვე რო რჩება და ეს წარსული, ვიცი, მაგას ვეძახი უბორკა. მე მიყვარს ეგ მარტივი ტერმინები მიყვარს რა. ბიჭო ცხოვრობ, სადაც სივრცე არის გადატენილი. პირველი ამოცანა არის უბორკა. გაიტანე რა ის წყენები, ბრაზი, იმედგაცრუ გაიტანეთ გრენლანდია. გაიყოდე ვამბობ გაიტანეთ გრენლანდია, აქედან უნდა დაიწყო. მეორე ეტაპი არის ურთიერთობა საკუთარ თავთან. ეს არის ყველაზე მთავარი ურთიერთობა უმაღლეს ძალასთან ურთიერთობის შემდეგ. უმაღლეს ძალასთან ურთიერთობა არის ბევრი სულიერი პროგრამა და შესაბამისად ის ცოტა სხვა რაღაცა. მოდი ჩაგეკითხები, თუ არ წამს ადამიანს და არ ჯერა უმაღლესი ძალის, ვინც მოდის შენ კურსზე. არ არის პრობლემა, არც არის მანდ ნაწილი. ჩემთან არ არის. თუმცა რადგან ჯერა რომ შენ ხარ ამ უმაღლესი ძალის წარმომადგენელი, შენ თავს რო ემუშავები, უმაღლეს ძალას ისედაც ემუშავებ. ამიტომ მაგის პრობლემას მე საერთოდ ვერ ვხედავ. ურთიერთობა საკუთარ თავთან არის ბაზისური ურთიერთობა. მან დიბადება ყველაფერი რაც შეგვიძლია და არ შეგვიძლია. როგორ თან იცი რა ძალიან კომპლექსურია საკუთარ თავთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ნახე ეს არის ერთადერთი ურთიერთობა სადაც შენ ხარ გამცემის და მიმღების. ერთდროულად. ანუ ერთდროულად, თორე ხა პარტნიორულ ურთიერთობაში ხან გამცემის როლში ვარ და ხან მიმღების. ხო, რა თქმა უნდა. ხან. მაგრამ ერთადერთი ურთიერთობა, სადაც ერთდროულად ხარ გამცემის და მიმღების, არის პირადი ურთიერთობა, საკუთარ თავთან. არის პირადი ურთიერთობა საკუთარ თავთან, კი. ერთდროულად. აი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც ვამბობ, რომ ის არის ფუნდამენტი ყველაფრისა. და მანდ უკვე ჩადიხარ მნიშვნელოვან რამოდენიმე საკითხს. პირველი, რა მინდა? მე ეს დასრულ ადამიანს ვეკითხები პირველს. რა გინდა? და ხშირ შემთხვევაში ყველაზე რთული პასუხის გაცემა. ორი არის, რა რთულებს ამ კითხვაზე პასუხს? ხო, რა რთულებს? პირველი, შენ მოგახვიეს ყველაფერი რაც გინდა. შენ სინამდვილეში არ იცი რა გინდა. მშობლებმა მოგახვიეს თავისი, საზოგადოება მოგახვია თავისი, სკოლა მოგახვია თავისი, უნივერსიტეტმა მოგახვია თავისი და შენი სად არის აი ამ ყველაფერში არ იცი. არ იცი, ხო. და გონია რომ რაც მოგახვიეს არის შენი. და მე ამას რო ღებულობ და გემო რო არა აქ ამას პირში შენთვის. მან გემო მივხვდარიყავი რომ შენი არ არის და მოხვეულია და შემოგდებულია. აი ამიტომაც არის ადამიანი კრიზისში ხშირ შემთხვევაში. ერთ-ერთი მიზეზი არის კრიზისი. პირველი, ესე იგი, სხვისი გონია რომ თავისი, ანუ მოხვეული ცხოვრობს და მეორე არის ეგრეთ წოდებული მე ვეძახი ამას უნდა ცხოვრებას. უნდა აზროვნებას. ანუ უნდა, მინდა ამ ადამიანმა, მოკლედ, ვინც ცხოვრობს პარადიგმაში, უნდა ვქნა, იმას ძალიან უჭირს მინდასთან შეხება. არა მარტო გაჟღერება. გაჟღერება ეგ მერე მოდის. შეხება მინდასთან. ძალიან რთულია. კი, რთულია. ხო და აი ეს მეორე თვე არის მუშაობა იმაზე, რომ რა მინდა. ჩვენ გვაქვს პარადოქსალური მოლოდინი, ეგეც ინფანტილიზმის ერთ-ერთი ფორმა არის, სხვა უნდა მიხვდეს, მე რა მჭირდება. რანაირად? იცი რა, ეგ მოდის ბავშვობიდან, კარგად მესმის, პატარები რო ვართ. ჩვენ გვინდა რომ დედამ და მამამ გამოიცნონ რა გვჭირდება. ანუ ეს პოზიცია ინფანტილური, ალბათ რავი 10 წლამდე, 12 წლამდე, რავი 14 წლამდე, რავი რაღაცა ასაკამდე ალბათ გამართლებულია. შენ წარმოიდგინე რომ იგივეს ვაგრძელებთ 30 წლის ასაკში, 25, 40 წლის, 60 წლის ასაკში. აი ეს უნდა აზროვნება
გვსვავს ჩარჩოში როლის, ანუ ეგ ხო ყველაფერი სოციალური როლები, ანუ მე მამა, მე შვილი, მე მოქალაქე, მე მეგობარი, მე დედა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი თან გაწერილი ასეთი ანუ კაი დედა ასეთი უნდა იყოს და ეს ყველაფერი არის უნდა. და არის საჭირო რაღაცა ეტაპზე. არის საჭირო ეგრეც აღზრდისთვის, ადაპტაციისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, ის რომ მორალი გესმოდეს, ეთიკა გესმოდეს, საერთოდ მოწყობა საზოგადოებრივი და რომ ინტეგრირდე. მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ მთლიანად უარი თქვა იმაზე ვინ ხარ შენ. ან დგება რაღაც ეტაპი რომ გაიგო რა გინდა შენ. ცალსახად. ხო. ცალსახად. ნუ მოდი ესე შევხედოთ რომ მე მგონია რომ ადამიანს ყოველთვის ემართება ცხოვრებისეულად კრიზისი, რომელიც მინდასკენ უბიძგებს. ეგრეთ წოდებული შუასაკის კრიზისი, ეგრეთ წოდებული ავადმყოფობები, ეგრეთ წოდებული ოჯახის დანგრევები, ეგრეთ ნებისმიერი ეგზისტენციალური კრიზისი, რომელიც შეიძლება დაგემართოს, არ ღვევს წინა სისტემას, შენი დაჯერებების და აჩენს თავარ კითხვას, ორს. ვინ ვარ მე და რა მინდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ სანამ ადამიანი სხვასთან წავა, თავის თავთან წავიდეს ჯერ და თავის თავს დაუსვას გულწრფელად კითხვა, რა მინდა? მაგალითად, ოჯახი მყავს. რა მინდა ჩემ ოჯახში შევქმნა? რანაირი ოჯახი მინდა რომ მქონდეს? რანაირი ურთიერთობა მინდა რომ მქონდეს პარტნიორთან? და ნახე, როგორც კი შენ იწყებ ნელ-ნელა საკუთარი თავის გაგებას იქ სადღაც შეიძლება უკვე შემოიპაროს კი, მაგრამ იმასაც ხო რაღაცა უნდა. ის სხვა ადამიანია. იმასაც რაღაცა უნდა. იმასაც აქვს რაღაცა სურვილები, რომელსაც არ არის ამ ოჯახში დაკმაყოფილებული. იმასაც აქვს რაღაც საჭიროებები, რომელსაც მე ან ვერ უკმაყოფილებ. იმასაც აქვს რაღაცა ტკივილები და წყენები ჩემზე. იმასაც აქვს რაღაცები და ნელ-ნელა ჩვენ უკვე გამოვდივართ იმ ჩვეული ტანგოდან. და ვიწყებ ნელ-ნელა ჯერ ჩვენში ამის დანახვას და ჩვენში თუ დავინახეთ, ეს გაგვიხსნის სივრცეს სხვაშიც დავინახოთ. ამიტომ სანამ ადამიანი არ ალაგდება თავის თავთან, არსად სალაპარაკოდ არ უშვებ. და რო დაალაგდები შენ თავთან, გარემოც იცვლება. თავის თავ. იწყება ხო, ცვლილება ყველა ვარიანტში. ეგ არის დასაწყისი. კი. და ხშირად სვამენ ამ კითხვას რომ კი, მაგრამ მე თუ შევიცვალე და ის არ იცვლება და რა ეშველება ამ ურთიერთობას, ეგეთი რამე არ არსებობს, იმიტომ ჩვენ ადამიანები ურთიერთობის დინამიკაში ვართ როგორც საათის მექანიზმი, ეს კბილანებით გადაბმული ერთმანეთზე. საკმარისია ერთი ეს წრე კბილანების წრემ დაიწყოს სხვანაირად სიარული, ის ავტომატურად ყველა იწყებს სხვანაირად სიარულს. ანუ დინამიკაში ვსწავლობთ. ადამიანი რომელიც იცვლება, შეუძლებელია რომ დინამიკაზე ზემოქმედება არ იქონიოს. ამიტომ აუცილებლად შეიცვლება დინამიკა. და მეორეც ერთი იცი რა, შენ არსად შეგიმთხოვია, შენ რო სკროლავ. ხო. და მაგალითად რომელიღაცა ერთ გადაცემას აქვს პერმანენტულად ერთი და იგივე საბნეილი. და ის რაღაცა მომენტში ხდება, ანუ ჩვენი კოლეგა ბარლეტი ამას ეძახის ისა შპალიერი. ანუ რო აღარ აქვს ყურადღებას რა. ხო და ასე ხდება შპალიერი ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში. ანუ ერთი და იგივე მოქმედებები, ერთი და იგივე ჩვევები, ყველაფერი მერე ხდება შპალიერი. და საკმარისია რომ შენ დროთა განმავლობაში სხვა სივრციდან მოხვიდე, სხვანაირი დინამიკით ილაპარაკო, სხვა სიტყვები გამოიყენო, სხვანაირად ემოცია გამოხატო, სხვანაირი საუბარი გამართო, აი წარმოუდგენელია რომ იმ მეორეს არ დაინტერესოს. იმიტომ რომ მისთვის შპალიერი გაცოცხლდება. ნახე როგორ რაღაცა თავ გადავ ბრაზე იცი რომ შერკინება ყოველთვის საჭიროებს ორ მოთამაშეს. ანუ შეხვარ შეიძლება ღია კარი შეამტრია. ან თუ კარი ღია რაღაც გინდა შერკინება. ხო და მაგას ვიზახი რომ საკმარისია ერთი გამოვიდე შერკინებიდან ვეღარ მოხდება. ხო, ანუ მეორე ავტომატურად გამოვიდა, რომ ის მეორე პარტნიორი რომელიც ერკინება აღარ არის და აღარ არის შერკინება, ანუ ერთი რო იტყვის უარ შერკინებაზე, მეორეს გამოიცლება პარტნიორი. ყველა ვარიანტში რაღაც შეიცვლება. ყველა ვარიანტში, ხო.
ხო თავს არა, ხშირ შემთხვევაში არის, რომ თქვა პიროვნულად, როდესაც ადამიანი ვითარდება, აი მეგობრებს აქვთ პროტესტი, რომ შეიცვალა, პარტნიორსაც თავისთავად და თუ თქვა ეს პარტნიორიც არ ვითარდება, აი რა ხდება მაგ დროს თქვა შერკინება აღარ ხდება, მაგრამ ეს ძალიან წინ წავიდა. ის დარჩა ისევ, სადაც იყო. აი მაგ დროს რა ხდება? უნდა ამ განვითარებულმა ესე დავარქვათ პარტნიორმა იმუშაოს იმაზე, რომ მისი პარტნიორიც დაეწიოს, ასე ვთქვათ? ნახე ადამიანები არ იცვლებიან სხვისინებით. ეგეთი რამე შეუძლებელი. ეხლა თუ მაინდა-მაინც თუ ტოტალური დომინაცია არ არის და ტოტალური კონტროლი არ აქვს ადამიანზე, თუ ასეთი შემთხვევა არ არის, რომ აიძულო რომ შეიცვალოს, ეს არის ძალიან ძალიან თანადამოკიდებული ვერსია რა. როცა მომში ძალადო. ისევ და ისევ მივდივარ ძალადობა. ისევ ძალადობასთან მივდივართ, ხო? შენმა ცვლილებამ შეიძლება ძალიანაც შთააგონოს ის სხვა ადამიანი, შენში დაინახოს ეს პოზიტიური ცვლილება, შეიძლება პირიქით თავიდან არ მოეწონოს და იჯუჯღუნოს, იმიტომ რომ ხო იცი მოვიდა შერკინების ადგილას და არ მოვიდა ეს მეორე ადამიანი შერკინებისთვის და შეიძლება თავიდან შოკიც გქონდეს. რასაც მიჩვეულია ეს აღარ ხდება. კი, აღარ დახვდეს. შეიძლება თავიდან არ მოეწონოს ეგ. თუმცა ისე და ისე ვიმეორებ, რომ ცვლილებას არ აქვს არანაირი მოდი ესე ვთქვათ, ერთი ან ორი სცენარი. ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ფაქტი არის, რომ შერკინება არ გაგრძელდება. უკვე შეიცვალა რაღაც. ერთ რამეს ვიტყვი რა, ადამიანი იცვლება თვითონ. თვითონ უნდა მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე. რომ შეიცვალა. შენ ადამიანმა, რომელმაც დაიწყე ცვლილება, შეიძლება შთააგონო ადამიანი ცვლილებას. გავლენა იქონიო, დაანახო. იცი რა, შენ შეცვლილი რომ მიხვალ ადამიანთან. შეიძლება ძალიანაც კი მოეწონო. ეს ვერსია შენი თავის. მეორე ვარიანტი იქნება შენ აღარ მოგეწონოს შენი წყვილი უკვე შეცვლილს. შეიძლება. კი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამისგან დაზღვეულები არც ეხლა გეთახვებ. რომ დივას გავიღვიძო და ეს ვისთან ყოფილვარ. ანუ ეგ ცვლილების გარეშე შეიძლება დაგემართოს. ხო, კი. ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ამისგან დაცულები არა ვართ. თუმცა ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ, რომ ურთიერთობა, ნახე, მე მგონია, რომ ურთიერთობაში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაშვება, რომელსაც შეცდომაში შევყავთ ადამიანს. შეხედე, პირველ რიგში შევთანხმდეთ, რომ ადამიანი, რომელთაც ურთიერთობა დავიწყეთ 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ, 15 წელიწადს ვლაპარაკი არა. იმ ადამიანის ვერსია, ვისთანაც დავიწყეთ ურთიერთობა, არც ის ვერსია აღარ არსებობს. რა თქმა უნდა. ცოცხალი აღარ არის. და არც შენ არ არსებობ. კი ბატონო. ანუ ჩვენ ყველანი ვიცვლებით და შესაბამისად ურთიერთობა საჭიროებს ამ ცვლილებასთან მიყოლას. ლაპარაკს, ღია ლაპარაკს, შეთანხმებებს, საჭიროებს გადახედვებს, საჭიროებს ახალ და ახალ შეთანხმებებს. აი მაგალითად მე ხშირად ვეუბნები ხა შენ მაყურებელსაც გავუზიარებ. ერთ-ერთი მთავარი რასაც ვასწავლიდი ისე მე სულ ადამიანებთან მუშაობდი. ამიშოვება აქ უბრალოდ ადამიანების დინამიკა ბიზნესში უბრალოდ რაღაცნაირად ოდნავ სპეციფიურია, თორე ისევ და ისევ ადამიანურ ურთიერთობაზე, ისევ და ისევ თვითგამოხატვაზეა ლაპარაკი, ისევ და ისევ მოსმენაზეა ლაპარაკი, ემპათიაზეა ლაპარაკი, გათვალისწინებაზე, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებაზე და ასე შემდეგ. რაც ჩემი აზრით ყველაფერი ხდება ოჯახში. აფი განსხვავება არ არის. უბრალოდ იქ ვლაპარაკობთ რაღაცა კვარტლის ბოლოს ციფრებზე, რომელიც კომპანია უნდა დაწეროს თუ წლის ბოლოს და აქ ვლაპარაკობთ რანაირი ურთიერთობა ოჯახი და რა შედეგებს გვინდა რომ მივახციოთ, ხო? და მან მაგალითად ძალიან ხშირად ვასწავლი ადამიანებს, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკე წარსულს და რაც შეიძლება მეტი ილაპარაკე მომავალს. რატო? იყო წარმომავლობანია. არის და ჩვენ წარსულის მიმართ ნოსტალგიური ისინი გვაქვს, ხო? ანუ აი
გვიყვარს ეს წარსული, მე ეს რაღაცა ტკბილი მოგონები. გავიგე, ადამიანებს ძირითადად უყვართ. მაგრამ საქმე რაშია, შეხედე? წარსული ხშირად გაბიდნული არის წყენებით და იმედგაცრუებებით. და ჩვენ რო შეფასებებს ვაკეთებთ წარსულზე დაფუძნებული, ჩვენ რას ვეყრდნობით, ხო, ცოდნას და ცოდნას ადევს წარსულ გამოცდილებაში, ხო ეგრეა? მე რომ ამბობ, რომ მე ვიცნობ ამ გოგოს, რას ვეყრდნობი? წარსულ გამოცდილებას. ხო, ბუნებრივია. და მაგაშია საქმე, რომ როცა ვლაპარაკობთ მომავლით, ანუ მომავალს ვიყენებთ კომუნიკაციაში პერმანენტულად. რა არის მომავალი? რა მიზნები გვაქვს? რა ფასეულობები გვაქვს? რა ვიცი, ხედვა გვაქვს? რა მისია გვაქვს? აი რაღაც მომავალთან დაკავშირებული რა, მომავალი. სხვა ენერგეტიკა მოაქვს. სხვა ენერგეტიკა მოდის იმისგან. გეთახმები. ვიდრე წარსული. წარსული არის 90%-ში მე შენ გეოდებოდი, შენ არ დამირეკე, შენ მე არასოდეს არ მისმენ. ხო, რაღაც უარყოფით აი ეს არის, იმიტომ რომ ხო, რატო შეხედე თვით გადარჩენის ინსტინქტის გამო ჩვენი ტვინი უფრო ინარჩუნებს ნეგატიურ ინფორმაციას ვიდრე პოზიტიურს. იმიტომ რომ თვით გადარჩენისთვის, რაც არის უმაღლესი მიზანი ჩვენ თვით გადარჩენის ინსტინქტის, ნეგატიურ ინფორმაციას გაცილებით მეტი ფასეულობა აქვს ვიდრე პოზიტიურს. ან ჩვენ პოზიტიური გამოცდილებებს ადვილად შლის ჩვენი ტვინი, იმიტომ რომ თვით გადარჩენისთვის არ არის საჭირო. და ის ინახავს ყველან, თავად ტვინი არის ესე მოწყობილი. ანუ ხო, რომელიც თვით გადარჩენის ინსტინქტს ემსახურება, ანუ ფასეულობა აქვს ამ ტვინის ეგრე მოწყობას, ეგ გვინდა დავინახო, მაგრამ ძალიან ტოქსიურია ეს ყველაფერი ურთიერთობებში. იმიტომ რომ მე მოვდივარ შენთან და მახსოვს შენ წინა სექტემბერს როგორ დამპირდი რომ პაესკაში წავსულიყავით და გადამაგდე, იმიტომ რომ მითხარი რომ ახალი პროექტი გაქვს. რატო არის ეს საკუთარ თავთან ურთიერთობა ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი? და რატო არის გამსაზღვრელი საერთოდ რა ურთიერთობები გვაქვს სხვასთან? წარმოიდგინე რომ თუ მე ვარ დამშეული და მოწყურებული. ვიცი მე ვეძახი რომ უდაბნოში რო დადის ადამიანი და წყალი არ დაულევია 3 დღე, როგორ გონია წყალი რო შეხვდეს, რანაირად ეტაკება. ხო და ასეთი დამშეული და ასეთი მოწყურებულები მივდივართ ჩვენ სხვასთან და ვითხოვთ ყურადღებას, სიყვარულს, ზრუნვას და ყველაფერს. იმიტომ რომ არ ვაძლევთ ჩვენ თავს საკმარისად იმ ყურადღებას, იმ ზრუნვას, იმ სივრცეს და იმ სიყვარულს, რომელიც გვჭირდება. და მე ამას ვთხოვ სხვას. რეალურად სხვა ადამიანს წნეხს უქმნით იმითი, რომ დანაკლისში ვართ, დეფიციტში ვართ. ამიტომაც მაქვს წყობაში ესე, რომ ჯერ საკუთარ თავთან. იმიტომ რომ ეს დეფიციტი პირველ რიგში გასააზრებელი გაქვს. დღეს რა მჭირდება? შეიძლება დღეს ზრუნვა მჭირდება ყველაზე მეტად, ან სიყვარული მჭირდება, ან პატივისცემა მჭირდება, მე რა ვიცი ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება. და მე ყოველთვის სვავ ესეთ კითხვას. შენ რა შეგიძლია შენ თავს მიცე? და ადამიანი იწყებს ფიქრს მაგაზე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მგონია, ეს დასრულობის მომწიფების ნიშანი არის, როდესაც ადამიანი იაზრებს რა ჭირდება და აძლევს თავის თავს. შეხედე, თუ აეწყო, რომ მე ეფექტური გამცემი ვარ და ეფექტური მიმღები ვარ საკუთარი თავისთვის, მაშინ სხვა გადადის ბონუსად. ხო და დამშეული აღარ ხარ. და შევსებაზე არ ხარ. ხო. აი ეგ არის დასრულობა. მან თავდება მიჯაჭულობა, ტოქსიურობა და ყველაფერი ეგრეთ წოდებული. ის არის, აი დასვენებული ხარ და ჰარმონია რა. ანუ იზრდები და ხვდები, რომ ეს შენი საქმეა. შენი მოვლა შენი საქმეა, შენზე ზრუნვა შენი საქმეა, შენი სიყვარული შენი საქმეა, ეს შენი საქმეა. და როდესაც ეს ყველაფერი მეტნაკლებად მოგვარებული გაქვს, მოდი ხა იდეალიზმისკენ არ წავიდე და არც მე არ ვქნი მოლოდინს, რომ ადამიანი ერთ თვეში შეძლებს შეივსოს ყველაფერი. მაგრამ როგორც მინიმუმ ისწავლის ამის კეთებას ჩემთან ერთად. ხვდები? კი. მე უკვე როდესაც საკუთარ თავს დააფასებ, საკუთარ თავს მოусმენ, საკუთარ თავს სივრცეს მიცემ, მე უკვე გაცილებით სხვა სივრციდან შეძლებ შეხედო სხვას. და საერთოდ სხვის როლსაც გადააფასებ შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ
ჩვენ ვაკისრებთ, გაუცნობიერებლად ვაკისრებთ ჩვენ პარტნიორებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. გაცილებით იმაზე დიდს, ვიდრე ამ ადამიანს შეუძლია რომ ატაროს. ანუ ჩვენ ადამიანისგან თან გვინდა რომ მაგარი მეგობარი იყოს. თან მაგარი მოსაიდუმლო იყოს. ჰიპერსექსი პარტნიორი იყოს. თან ძიზა იყოს. თან ის იყოს. კარგი. თამშობელი ხო? ანუ ყველაფერი გვინდა ამ ადამიანისგან და ის ადამიანი ჩვენს გვერდზე არ არის იდეალური კაც. არ ჩვენ არა ვართ იდეალურები და ჭამთ ერთმანეთს მაგის გამო. ჭამთ. მერე ამდენი ჭამის და ამდენი შერკინების მერე არაფერი არ რჩება ის სიყვარული. მე იცი როგორ რაღაცას ერთი ბრენე ბრაუნს ჰქონდა ძალიან კარგი მეტაფორა. რომ ურთიერთობა ძალიან გავს ბანკს, მე ხთან ბანკში მუშაობდი. ანუ ყველა იწყებს ავტომატური სესხითო. ანუ ყველა ურთიერთობა იწყება სესხითო რა. ანუ შენ მოგეცემა ვნებას, მოგეცემა ყურადღებას, სიყვარულის ყველაფერი რა. ანუ ეს ყველაფერი გეძლევა სესხად. მერე თუ ის ბალანსი არ შეავსეო რა, იფიტება ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ თავიდან ეს ყველაფერი თითქოს ესე ადვილად მოგვეცემა და დრო რო გადის ეგრე ადვილად აღარ გვეცემა. და მან მიდის როგორი რაღაცა, იცი? ბოლოს ბრენი ამბობს რომ ურთიერთობა კი არ თავდებაო და სიყვარული კი არ მიდისო. ურთიერთობა კოტრდება. კოტრდება მართალია. გაკოტრებას განიცდის ურთიერთობა. ანუ შენ გაცილებით მეტი გამოიტანე, ვიდრე შეიტანე. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ დგება ამ გაკოტრების წინაშე რა. ანუ შეტანა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოტანა. და მოდი ხო გულწრფელად თქვათ, რომ ყველანი მომხმარებლები ვართ ეგეთი კუთხით რო შეხედოთ რა. იუზერები ვართ აქტივები და ყველაფრის მიღება გვინდა და არაფრის შეტანა არ გვინდა. არ არის მას. არ არის ეგრე ხო. ანუ შენ გჭირდება შეიტანო, გადადო, დეპოზიტი შეყურადღება მიცე ადამიანს, ზრუნვა მიცე ადამიანს, ის მიცე, ეს მიცე და ნუ ბუნებრივია ხა შენ თავ რა უნდა მიცე რაც არა გაქვს. მე შემიძლია გასესხო ფული თუ არა მაქვს. ხო. იგივეა. ეგ შენ წარმოგიდგენ ორი დამშეული ადამიანი მოდის და არც ეს ანგარიშზე არაფერი აღარ აქვს. ხო, კაი შედარება. თადე ჩხუბებიან ერთმანეთს რა პოჩი არ მაძლევოდა. მე თვითონ არ ამბობ ჩვენთვისო. კი გეუბნება ამას, მაგრამ ჩვენ არ გვესმის რა, იმიტომ რომ ამ დიალოგში, ამ შერკინებაში ხო ძირითადად არის ერთმანეთის დადანაშაულება. მას სინამდვილეში ამ დადანაშაულების მიღმა არის ის, რომ თვითონ არ ინგრევა ურთიერთობა, ოჯახები ინგრევა. უამრავი რაღაცა ხდება რა. აი ამის გამო რომ ჩვენ არა გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული საკუთარ თავზე და ძალიან ბევრს თხოვს სხვას. ძალიან ბევრს. ზუსტად მაგიტომაც რომ არა გვაქვს შიგნით აწყობილი აი ეს საკუთარ თავზე გაცემის და საკუთარ თავისგან მიღების აი ეს რაღაცა ორმხრივი ენერგიის მიმოცვლა. ამას კიდე ემატება ისო ქალებს ზოგს გადამეტებული ანიმუსი აქვს, ანუ კაცური ენერგია აქვს და არ აქვს ბალანსი ქალურ ენერგიასთან, ზოგთან პირიქით არის, იგივე ხდება კაცებში, არიან სხვაობა არ არის, კაცებს ძალიან უჭირთ თავისი ანიმას მიღება, თავის ანიმასო ვერ იღებს, სხვაში ვერ იღებს. და შესაბამისად ვართ ესე რა, ანუ საკუთარ თავს რო ვერ ვიღებთ, მოკლედ ფუნდამენტური პრობლემა ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენ საკუთარი თავს არ ვიცნობთ, ვერ ვიღებთ და არ გვიყვარს. და არ ვიცით რა გვინდა. ხო, და მაგის გამო ვჟიცხვებს. ხო. საბოლოო ჯამში რის გამოც მეორადად ვჟით საკუთარ თავს. ხო. იმიტომ ამდენი რო ჩადი ძალისხმევა ამ ურთიერთობა, ყველა ურთიერთობაში ხო რაღაც ძალისხმევას დება. ამდენი დრო დახარჯა, ამდენი ენერგია დაიხარჯა, ამდენი დრო დაიხარჯა. რა ვიცი, ანუ და მე ეს კოტრდება. ძალიან კივნეული საყურებელია, როდესაც ურთიერთობა კოტრდება, მით უმეტეს თუ ურთიერთობა შენია ბავშვი. ძალიან რთული, მაგრამ ნუ ადამიანები ვარ და ესეც ხდება. უბრალოდ რო ხდება, ბიჭო, ისწავლე. არის გამოსავალიანი. ყოველთვის ისწავლე, აღარ გაიმეორო იგივე ახალ ურთიერთობაში. გამოიტანე დასკვნები, ნუ გონია რომ უფრო იდეალური ადამიანი შეგვხვდება. არ შეგვხვდება, იმიტომ რომ ვიბრირებ იგივე სიხშირეზე და მოიზიდავ იგივე ადამიანს. და ყველაფერი განმეორდება. რადგანაც ადამიანი ლაპარაკობენ რომ ერთ და იგივე წრეზე დავდივარო, იმიტომ რომ წრე გასარღვევი არის შიგნით.
მე უფრო მაღალ ვიბრაციაზე თუ ვერავედი, იგივე ვიბრაციაზე მოვიზი და ვისევ იგივე ადამიანს. ჩაგეკითხავი მაყურებლისთვის, რომ აგვიხსნა ვიბრაციების სიხშირეები რა არის დაბალი და მაღალი. შეიძლება დაინტერესოთ და მოდი ძალიან მარტივად, მე ძალიან დიდ ფილოსოფიებში ვარ გადავარდი, არის მარტივი. ადამიანი არის არხი. თავიდან ბოლომდე. ადამიანში არის, ანუ ჩვენ არხში ყველაფერში, მარტო ჩვენში არა, ყველაფერში არის ვიბრაცია, ანუ არის ენერგია, ვიბრაცია, რომელიც ჩვენში შედის და სიცოცხლე ჩვენში ვიბრირებს ამ ვიბრაციით. არსებობს ორი თეორია, სულ მარტივი, დასავლური, რომელიც ამას ეძახის ცნობიერებას და ეძახის, რომ არსებობს თქვა 7 დონის ცნობიერება და აღმოსავლეთში და აზიაში ეს არის ჩაკრები. ხო, ანუ დასავლეთმა ფსიქოლოგიამ დაარქვა ამას ცნობიერება, აღმოსავლეთმა ამას დაარქვა ენერგია და ჩაკრები. სინამდვილეში ლაპარაკი მიდის ერთსა და იგივეზე, არანაირი სხვაობა არ არის. ესე იგი, ადამიანი თუ ცხოვრობს დაბალ ენერგიებში, ნიშნავს, რომ ცხოვრობს დაბალ ვიბრაციებში. რა შეიძლება დაბალ ვიბრაციებში? მოდი გავყვეთ რა. ჩვენი პირველი და საბაზისო თემა არის უსაფრთხოება. შესაბამისად, თუ მე უსაფრთხოება არ მაქვს მოგვარებული, ყველაფერი იწყება ქვემოდან ზემოთ. ანუ პირველი არის უსაფრთხოება. თუ მე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემა, როგორც ფიზიკური უსაფრთხოება, ემოციური უსაფრთხოება, სულიერი უსაფრთხოება, ფინანსური უსაფრთხოება, ნებისმიერი სახის უსაფრთხოება. რაც კეტავს ამ სასიცოცხლო ენერგიას არის შიში. იმიტომ რომ უსაფრთხოება და შიში დადის ერთად. ამ ენერგიის და ამ ჩაკრის ჩამკეტი არის შიში. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი შიშებს შეხვდე, ჩაყვე ბოლომდე, დაამუშავო, ხო გინდა ცხოვრება, ხო გინდა სიცოცხლე. აბა როგორ შიშს არ შეხვდე და სიცოცხლე განიცადო, გამორიცხული. მეორე შიში პასუხისმგებელი არის ჩვენს კომფორტის ზონის დაცვაზე. რა შეიძლება კომფორტის ზონა? მე რაღაცნაირად დამუღამებული მაქვს ცხოვრება, რაღაცა როლებით, რაღაცნაირად და ეს არის ჩემი კომფორტის ზონა. იმიტომაც ეძახიან კომფორტის ზონას, იმიტომ რომ ნაცნობია. მოდი კიდევ ერთხელ განმარტო. ანუ მე რაღაცნაირი საშა კაცმანი ცხოვრობ რაღაცნაირი ცხოვრებით და შესაბამისად ჩემი ტვინი მეუბნება რომ აქედან არ გაინძრე, იმიტომ რომ იქეთ საშიშია. ანუ როდესაც და ამის მოსაზღვრე არის შიშები. ანუ მე თუ ჩემ შიშს არ შევხვდი თვალში არ შევხედე, საშა კაცმანი რომ ამ ტერიტორიიდან გამოიზარდოს და სადმე უფრო დიდ ტერიტორიაზე გადავიდეს, არის გამორიცხული. მარტივ. მეორე დონე არის სიამოვნების მიღება და ურთიერთობები და ამ სიამოვნების მიღებაში ბლოკი არის დანაშაულის გზნობა. ანუ ყველგან სადაც ვიღაცას ტკივილი მივაყენე, საკუთარ თავს ტკივილი მივაყენე, სხვას ტკივილი მივაყენე, ან სხვა რომ ადანაშაულებს, ეს არის დანაშაულის გზნობა, რომელიც კეტავს სიამოვნებას. ანუ ჭამ გემრიელ ხილს და ვერ გზნობ ხილის გემოს. ზიხარ ლამაზ ბუნებაში და საერთოდ ვერ ხედავ ბუნებას. ზღვაზე ხარ წამოწოლილი და ფიქრობ ორშაბათს როგორ გახვალ ოფისში. აი ეს არის ყველაფერი ვერ ტკბობა და ვერ მიღება სიამოვნების ცხოვრებისგან. არიდა ცხოვრებაში რამდენი ლამაზი რაღაცა ხდება ყოველ წამს. მაგრამ თუ გაქვს დანაშაულის გზნობა, შენ გაქვს ჩაკეტილი წვდომა სიამოვნებისგან. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ეს არის მიღწევები, ეს არის ჩვენი მიზნები, მიღწევები, სიამაყის გზნობა, თვითრეალიზაცია და ასე შემდეგ. მან შემოდის მნიშვნელოვანი ბლოკი, რომელსაც ქვია სირცხვილი. მოდი, სხვას რო აღარ გავყვე, რომ ლექცია არ გამომივიდეს, მარტო ეს სამი ადამიანმა რომ დაამუშაოს, მის ცხოვრების ხარისხი სრულად შეიცვლება. სრულად შეიცვლება. ამიტომ თუ ვინმეს გონია რომ აცდება მას შიშებთან შეხვედრა, არ გინდა შიშთან შეხვედრა, მაშინ არ გექნება სიცოცხლესთან წვდომა. არ გინდა დანაშაულის გზნობის დამუშავება, არ გექნება სიამოვნებასთან წვდომა. არ გინდა სირცხვილთან გამკლავება, თან სირცხვილი ძალიან საინტერესო ემოციაა, იმიტომ რომ სოციალური ემოციაა, ჩვენ ოდესღაც ვიღაცამ დაგვარწყვინა რაღაცის შეცვლა და ეგ ემოცია არ იკურნება არსად ადამიანების გარდა. ფსიქოლოგთანაც მე ვთვლი, რომ სირცხვილი არ იკურნება. არა. ერთში არ იყო, შენ უნდა გამოხვიდე, დაენახო სხვას
და ასე განიკურნა. ანუ გადალა ხო? აუცილებლად. ხო, გეთახმები, აუცილებლად ეგრეა. ხომ უნდა დაგინახოს და დაგინახოს იმ არა სრულყოფაში რაც ხარ. და შენ გაბედო რომ სხვა შენი არასრულყოფა დაინახოს და მართლა გულწრფელად მოეწონო იმას ვისაც მოეწონები და არ მოეწონო იმას ვისაც არ მოეწონები. და ყველას გადაობა არის რომ როცა თამაშობ და ცდილობ რომ სხვებს მოეწონო და მოერგო სხვებს, ინამდვილეში სხვები გრძნობენ შენ თამაშს და მაინც არ მოწონხარ. მინდა თქვა და შენ გულის სიღრმეში იცი რომ არ მოწონხარ, იმიტომ რომ თამაშობ როლს და იცი შიგნით რომ არ მოწონხარ. და წარმოიდგინე რომ თამაშობ იცი რომ თამაშობ, მაინც არ მოწონხარ. ხო, რაღაც წარმოვიდგინე. ნუ, აი ჩაკეტილი წრეში მაგიტომაც ხარ. ამიტომ ისევ და ისევ ვიმეორებ, ყველაფერს თავი რო გავანებოთ, ყველა სხვა ემოციას რო თავი გავანებოთ, ეს ემოციები გასაშვებია. კი. ყელის ჩაკრამდე რომ მივად, გულის ჩაკრამდე და შენ თუ გაგწყენები, შენ ვერ გეყვარება ადამიანი, ვერ გეყვარება საკუთარი თავი, იმიტომ რომ წყენა კეტავს მაგალითად გულის ჩაკრას. ანუ ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს ემოციები ტყუილა არ აქვს მოცემული, გავიგე რომ ჩვენ არ გვსიამოვნებს ამ ემოციების განცდა, გასაგებია განსაცდელად სხეულში, რავი, ახლა რაღაცა რო გიჭერს ან გიხურს ან კაჩავს ან სიმძიმე არ და ან სიცივე, არ არის სასიამოვნო განსაცდელი. ობიექტურად. ეგ არის ადამიანობა, ეგ არის იყო ცოცხალი. და გასაგებია რომ არ ჩვენმა მშობლებმა სავარაუდოდ ამ ემოციებთან გამკლავება და მხარდაჭერა და ემპათია არ იცოდნან, როგორ მოეცა და ბიჭო, რო ცოდნოდათ, ხო მოგცემდა. კი. და არ იცოდა და ისწავლე შენ რა, ისწავლე რა, ანუ რატო უნდა იყო ამ ჩაკეტილობაში და ამ სულ მშობლების დადანაშაულებაში. იმ ხალხმა მოგცა რაც შეეძლო. რო ქონოდათ მეტი მეც მოგცა. ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე მოგცათ, ან ესე რომ შევხედოთ, არა? და გადამკვდარია საბოლოოში შეხო ხედავ. თუ რამე პათოლოგია არ არის, ყველა მშობელი არის გადამკვდარი თავისუფლების და აძლევს ის რაც შეუძლია. უბრალოდ არ არის პერფექტი მშობელი. როგორც მე არა ვარ პერფექტი, როგორც შენ არა. და მათ თავის პრობლემები და თავის კომპლექსები ქონდათ, აბა. გადმოგცა ზუსტად იგივე და შესაბამისად შენ გადასცემ შენ შვილებს რა, ანუ ეგრეა რა. ამიტომაც ესეა და მივიღოთ რომ ეს ესეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სულ ეგრე უნდა იცხოვრო. და მიმღებლობა უკვე მაღალი ვიბრაცია, ხო? ცალსახად, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად ხვდები და ნუ ალბათ ის ნახე შენ თუ შენ თავს იმპერფექტ არ მიიღებ, ანუ არ ახავს უყოფა. ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. ხო, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, კარგი თვისებების, არც ისე კარგი თვისებების, ეგეთი ხარ რა. აი, როცა ამ საკუთარ თავს რომ მიიღებ ასეც, მე შეიძლება მიიღო შენი მშობელის ასეთი. მიხვდე და გაუგო ამაში, რომ ესეც არ იყო პერფექტი. და მოდი უპერფექტობა ჯერ შენში უნდა მიიღო. ჯერ შენში უნდა მიიღო შენი ბნელი ნაწილები, ხო? გაბრაზებული შენი თავი, განაწყენებული შენი თავი, შურიანი შენი თავი, ბოღმა შენი თავი, უკულელი შენი თავი, ყველანაირი შენი თავი სანამ არ აღმოაჩინე, არ დაიმეგობრა, არ დაინტეგრირე, როგორ შეიძლება სხვაში დაინახო და დააფასო ეგ? ვერ შეიძლება, ამიტომ ისევ და ისევ ყველაფერი იწყება საკუთარი თავიდან და მე რაც უფრო მეტად ჩვენი ცნობიერება ფართოვდება და რაც უფრო მეტი მიმღებლობა გვაქვს საკუთარი თავის და მეტი ცოდნა გვაქვს ჩვენ თავზე, ჩვენ ნაწილებზე, ნათელ-ნათელებზე, ბნელ ნაწილებზე, ყველანაირზე, მაგრამ ეს ნათელი და ბნელიც მაგიტო შეიქმნა, რომ სავარაუდოდ ერთს მეორეს გარეშე ვერ ვაფასებ. და ვერ განვასხვავებდით, ხო? არ ვიცი, ალბათ სავარაუდოდ საჭირო იყო ეგეც რა, იმიტომ რომ იცი რა არის, სულ მაგას მიმეორე. აი მე ხშირად ლიდერებთან რომ მუშაობ, ხსნი რომ შიში რო არ იყოს, მაშინ სიმამაცე რო არ არსებობდა. ხო, აი მას გულისხმობ, ხო? ხო, ანუ შიში, აბა ეხა სიმამაცე არსებობს მაშინ როცა ძალიან გეშინია, თვალს უსწორებ შენ შიშს და მაინც აკეთებ, მიუხედავად იმისა რომ მაგრა გეშინია. შესაბამისად სიმამაცე არის მიმული ამაზე. შენ რო წენა და ბრაზი და მრისხანება არ კონდეს. მაშინ ხო პატიება არ იარსებებდა, ხო? ანუ პატიება არსებობს მარტო იმიტომ რომ შენ ბრაზი წენა და სხვა რაღაცეები გაქვს იმედგაცრუებები. და როდესაც შენ უარს ამბობ შეგნებულად რომ სხვა ადამიანი დასაჯო, ან შენ თავი დასაჯო და ირჩიო პატიება, ეგ არის ის თვისება. შესაბამისად ეს ყველაფერი გადაჯეჭვული ერთმანეთთან. ყველაფერი ძალიან ლამაზია. კი, გეთანხმები. და ეს ქმნილება ძალიან ლამაზია.
ძალიან რთული გასაგები, იმიტომ ძალიან კომპლექსურია და ადამიანის ვიწრო გადმოსახედიდან ძალიან რთული დასანახია და აღსაქმელია ეს ყველაფერი. გეთანხმები. ყველაფერი იწყება ჩვენი თავიდან. ცალსახად. შენ დაწერე წიგნი. და როდის გამოდის და გვესაუბრება ამ წიგნთან დაკავშირებით. იცი რა, მე რო ჩემი გზა დავიწყე და ჩემ გზაზე დავდიოდი, თვით შემეცნების, თუ თვით გარკვევის, თუ გამთლიანების, როგორც გინდა ისე და არა, ბოლოს მე წიგნში მაინც გზა გამთლიანებისკენ დავარქვი. აუნ წიგნს ქვია კაცმანობის გარეშე გზა გამთლიანებისკენ. ეს წიგნი იყო ის, რაც მე მაკლდა იმ გზაზე. ანუ მაგ მომენტში ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, რომ ვინმე საისე რაღაცა გემრიელად აეწერა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე ფრაგმენტებს პოულობდი, აი ფაზლის ნაწილებს პოულობდი სხვადასხვას. მე რო ეს გზა დავიწყე 2013-ში, რომ დამემართა, მოდი ესე ვთქვათ, შემაჯახა რა სამყარომ, ანუ მე ესე მარტივად ვერ გამოვხიზდი. მე შემაჯახა სამყარომ, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის და ეს გზა რო დავიწყე, საქართველოში თითქმის არაფერი არ არსებობდა მაშინ. ფსიქოლოგიც კი, რა ვიცი, 2 თუ 3 თუ რაღაცა. ამ ბევრი სტიგმები იყო და ძალიან ცოტა შესაძლებლობები. ამიტომ ჩემი იყო ისე და ისე ინტერნეტი, YouTube, TikTok-ი, სემინარები, ვორქშოპები, სხვა ადამიანების. მაგრამ სულ ფიქრობდი, რომ რატო ვიღაცამ აი რაღაცნაირი წიგნი არ დაწერა, სადაც იქნებოდა უფრო მეტი როგორ რაღაცა იცი, აი პრაქტიკული რჩევები, ანუ რა გავაკეთო, რა ვსინჯო, რა არის შემდეგ ვსინჯო, აი რაღაცნაირად ის დამაკლდა. რავი, შეიძლება ეგეთი წიგნები არსებობს და უბრალოდ მე არ წამიკითხია, ხო შეიძლება ეგეთი რაღაცაც იყოს. შეიძლება. მაგრამ მე მაკლდა და გავიფიქრე მაგაზე, რომ კაი იქნებოდა, რომ ეგეთი წიგნი შემხვედრო და მე მაშინ ნახდათ არ მიფიქრე, რომ მე თვითონ დავწერდი ეგეთ წიგნს. და შესაბამისად, ეხლა დავწერე ეს წიგნი. ეს წიგნი არის პირადად ჩემ გზაზე, თუმცა ამ წიგნში ბევრ კითხვას ვსვავ, იმისათვის, რომ კითხველმა თავის თავს დაუსვას ეს კითხვები. ადვილ წასაკითხია, არ არის რაღაცა ესეთი რთული ენით დაწერილი წიგნი. და გარდა მაგისა, მე ამ წიგნში მაქვს ძალიან ბევრი წყარო მითითებული, ვორქშოპების, სემინარების და აღწერილი მაგ ეს რაში დამეხმარა, ეს რაში დამეხმარა, რომ რაღაცნაირად გზაზე მოსიარული ადამიანისთვის რაღაცნაირი რო ყოფილიყო, აი რუქასავი, გზამკვლევი რა, აი ძალიან მომწონდა გერმანიაში ADAC იყო ეგეთი ასოციაცია გზების და ძალიან ბევრი ლიტერატურა ჰქონდათ რა გზებზე როგორ უნდა იარო. ხო. ну ალბათ მეც მიყვარს ეგეთ სისტემურობა და მახსოვს გერმანიიდან საქართველოში რუქით ჩამოვედი. 21 წლის ვიყიდე რუქები და მარტო ჩამოვედი გერმანიიდან. ხო, და ну მიყვარს ეგრე დაგეგმარება რუქაში ყურება, მარშრუტი შექმნა, ну რაღაცნაირი ის იყო. ანუ ძალიან ისეთი თავგადასავალი იყო ჩემთვის. დაახლოებით იგივე მინდოდა პირველ 20-ში თვით შემეცნებაში შემექმნა მოდი ისე ვთქვათ ნარევი, აი მარტო მშრალი კი არ ყოფილიყო, არამედ ჩემი მაგალითი ცოტა ინსპირაცია, კითხვები, რომ შენ დაახლოებით დაფიქრდე შესაძახარ ამ გზაზე, აი ამასთან მიმართებაში, პლუს წყაროები. აი ეს არის ამ წიგნის ეგეთი დანიშნულება. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის წიგნის წერის პროცესი, იმიტომ რომ მე არ დამიწერია წიგნი, თუმცა თავის დროზე თავისუფალ თემებში ძალიან მიყვარდა თავისუფალი თემების წერა. ამ წერა ზოგადად მიყვარს და შესაბამისად ეს წიგნი გამოადგება ყველა ადამიანს, რომელსაც ალბათ უკვე ნელ-ნელა გაუჩნდა კითხვები. ასე ვიტყოდ. ადამიანებს, რომელმაც აიძახიან, რომ ყველაფერი იციან ამ ცხოვრებაში, სავარაუდოდ ეს წიგნი არ გამოადგებათ. ვერაფერს იმცოდნას არ დაამატებს, იმიტომ რომ ისედაც იციან და რას დაამატებს. მაგრამ ადამიანებს, რომელსაც კითხვები აქვს, აი ეს მთავარი კითხვები ალბათ ვინ ვარ მე, რა მინდა ამ ცხოვრებაში,
რა მინდა გულწრფელად, რომელიც დაიღალა იმისგან, რომ სხვის მოლოდინებს პასუხობდეს და მოწონდეს სხვას და ამას თავისი, მოდი ესე ვთქვათ, ავტენტურობის საჭიროება დაუდგა უკვე ცხოვრებაში. და ასე შემდეგ. და ზოგადად ადამიანებს, ვისაც ფსიქოლოგია ინტერესებს, თვითშემეცნება ინტერესებს, ინდივიდუალური განვითარება, პიროვნული განვითარება, ესეთი თემები, ვისაც აინტერესებს, ჩემი აზრით, ყველასთვის ეს წიგნი იქნება ძალიან საინტერესო. ეს წიგნი გამოდის თვის ბოლოს, ანუ ეხლა სტამბაშია და იბეჭდება. და ალბათ დავაანონსებთ უკვე ამ წიგნს და ძალიან ანუ მალე უკვე. ძალიან მალე, აი ორ რა კვირაში. მაგარია. ორ კვირაში გამოდის ეს წიგნი. მე გამოგიგზავნე შენ ფაილს, თუ გამოვა დაადეთ უბრალოდ როგორი ის კი, იქნება. როგორ თუ არა და აუცილებლად. ანუ ძალიან იცი რა არის წიგნი განსხვავებით სოციმედიისგან, ახლა სოციმედია არის რაღაცა ხო იცი წამების და სკროლვის სივრცე რა. ხო არიან ადამიანები, ვისაც მეტი სიღრმე და მეტი სივრცე ჭირდებათ. ალბათ წიგნი არის მათთვის. რა თქმა უნდა. ხო, თუმცა სოციმედიაში ისე მეორე ჩემ კონტენტს ისედაც ბევრი უყურებს და სწავლობს და იყენებს და ძალიან მიხარია, რომ ბევრ ხალხს ეხმიანება. ალბათ რაღაც აუდიტორია იყო, ვისაც ეს წიგნი გამოადგება, ნუ ალბათ ჩემთვის ეს თვით გამოხატვის რაღაც ახალი სიფრთხე იყო და საშუალება იყო და ძალიან საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის თვითონ ამ წიგნის ხო, აი რა აღმოაჩინე საკუთარ თავთან მინდა და მეკითხა ამ წიგნის წერის პროცესში. სიახლე რა იყო შენთვის შენ საკუთარ თავთან? სიახლე ალბათ იყო აი ამის ყველაფრის აკინძვა ერთად. აი რაღაცნაირად თავმოყრა ხო ამ ყველაფრის. თავმოყრა ამის ყველაფრის გადააზრება, ალბათ ის რომ რეტროსპექტიულად, ანუ ეხა ხო სადღაც რაღაც წერტილში ვარ ამ გამოცდილებას ამ 13 წელს რაღაცნაირად ესე ერთიანად შევხედე ამ გადმოსახედიდან სადაც მიყოფები ეხლა. ბევრი რაღაცა გადაფასდა, ბევრი რაღაცა სხვანაირად დაალაგდა. ამ დღევანდელი გადმოსახედიდან რო შევხედე და ძალიან რაღაცნაირი ისეთი აღტაცებული პროცესი იყო ჩემთვის თვითონ წერა. არ ვიცი, იცი, ალბათ ის რომ ეხა საერთოდ ახალი კურსი მზადდება, ის სხვა რაღაცას ემსახურება, მან ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ იმას გაბედე ქვია. კიდე ახალი საავტორო კურსი გაქვს? ხო, ის ეხა მზადდება, ეს არის იმათვის, ვინც უნდა რომ მაგალითად გაბედოს შეიცვალოს პროფესია. ან მაგალითად ადამიანი მუშაობს რაღაც კომპანიაში, აქვს ბიზნეს იდეა და ვერ ბედავს, რომ წამოვიდეს იქიდან და თავის ბიზნესს დაიწყოს. ან მაგალითად ადამიანისთვის, ვინც გამახსენდა უკვე რამდენიმე ადამიანი, ვისაც გამოაცხადა. მაგალითად ვისაც აი მარტო არის, მაგრამ ვერ ბედავს თავისიანებისგან კომპანიაში, მაგრამ დიზაინერია, დიზაინ სტუდია გააკეთოს. თავისი დამოუკიდებლად თავის გზაზე წავიდეს. ძალიან ბევრია ესეთი ადამიანები. ძალიან ბევრია, კი. ძალიან მინდა ასევე, აი მაგალითად გადატვირთვაზე, ძალიან მინდა, აი გამომრჩა ეგ აუდიტორია, მაგრამ ძალიან მინდა იმ აუდიტორიაზე კიდე აი გაბედეს ალბათ შემდეგი ნაკადი იქნება, მაგალითად გაშორებულებისთვის, ძალიან მინდა იმ ადამიანებისთვის, ვინც შერიგებას ფიქრობს მაგალითად. ან მაგალითად საერთო შვილები ყავთ და შესაბამისად აი ეს მშობლობის შენარჩუნება და კარგი ხარისხიანი მშობლობის რო იურთიერთონ ხარისხიანად რო ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია და ეგეც გადატვირთვა არის ჩემი აზრით. ანუ ძალიან ბევრი აუდიტორია არის, რომელსაც ჯერ ვერ შევეხე. მაგრამ ხვდები რომ საჭიროება არის ამისა და რეალურად ყველაფერი რასაც მე გავაკეთებ ალბათ ემსახურება ერთ მარტივ რაღაცას რომ იმ შემქმნელმა რაც შექმნა და ჩაიფიქრა და რაღაცა გეგმა არსებობს ამ გეგმას რეალიზაციას ხელი შეუწყო რომ ადამიანი გამოვიდეს თავისი მოდი ესე ვთქვათ ხელოვნურად შექმნილი ცხოვრების ტყვეობიდან და იყოს ის ვინც არის. იმიტომ რომ ესეთი როგორიც არის აქვს უფლება რომ იყოს, აქვს უფლება რომ კონდეს ცხოვრება, აქვს უფლება რომ შეხვდეს ადამიანს, რომელიც გულწრფელად შეიყვარებს ისეც როგორიც არის. კონდეს რაც შეიძლება მეტი ავტენტური ცხოვრება. ეგ არის რასაც ვაკეთებ ყველაფრით, რასაც ვაკეთებ. გჯერა შე რომ ყველა ადამიანი არის მესეთი განსაკუთრებული unique როგორც თქვა ერთი და იგივე ანაბეჭდი თითის არ გვაქვს ანუ აბსოლუტურად ესეა ხო? ნახე
მეცაც გეტყვი, არ შეგიმჩნევია, რომ რამდენ განსხვავებულები არიან დედმამიშვილები. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოჯახში არიან გაზრდილები. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, მე მყავს თქვათ მია, რომელსაც 18 წლის, ევა არის 8 წლის. მია რო გაჩნდა, მე ვიყავ 30 წლის. ევა რო გაჩნდა, მე ვიყავ 40 წლის. მიას და ევას ყავდა სხვადასხვა მამა. როცა ისე არ შემიხედავს, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვი ახლა, ხო? სხვადასხვა მამა ყავდათ. მე რა ორივე შემთხვევაში საშა კაცმა. ხო, სხვა განვითარებაში ხარ მაგ სხვა დროს. რადიკალურად. ამიტომ ამიასთვის და ევასთვისაც კი სხვადასხვა სამყარო. სხვადასხვა შობელი ყავდა, სხვადასხვა სიტუაცია დახვდათ. და შესაბამისად ის ლინზა, ნახე ლინზა, რომლითაც ადამიანი უყურებს ცხოვრებას, არის აბსოლუტურად უნიკალური. ლინზა არის შედგება ჩვენი პირადი გამოცდილებებისგან, რომელსაც ვიგროვებთ ცხოვრებაში. ამიტომ არავინ არ უყურებს სამყაროს შენნაირად. არავინ დედამიწაზე არ არსებობს მეორე ადამიანი, რომელიც ხედავს სამყაროს შენნაირად. ამაში არის თელი უნიკალურობა, თელი ხიბლი. და თუ შენ გაბედე, რომ იყო ავტენტური შენ ცხოვრებაში, შენ სამყაროს მოუტან ამ შენი უნიკალური ლინზის ბენეფიტს, რომელსაც ვერავინ ვერ შექმნის შენს გარდა. ვერავინ. მნიშვნელოვანია ეს ადამიანმა რაღაც საკუთარ თავში დაიჯეროს. ცალსახად. ხო? კი, დაიჯეროს და გაბედოს ეს გამოიტანოს. რანაირ იდეალურ როლსაც არ უნდა თამაშობდე, ანუ როლებს გულისხმობ, იდეალური მამა, იდეალური შვილი, იდეალური პარტნიორი. სამყარო უბრალოდ დაკარგავს შენ მოსატან განს. ძალიან საინტერესოა, მაგ პრიზმით არ შემიხედავს. და ყველას აქვს ეს განს. სულ ისე ვიმეორებ, ნახე, ჩვენ შეფასებებს ვაკეთებთ რა. ისე ვიმეორებთ, ვიღაცას გამოზდის, რომ ყვავილს მოუყაროს. ეგ არის განცი. კი. იმიტომ ეგ ადამიანი მოულის ლამაზად ყვავილს, რომელსაც მე რავი, ასობით ადამიანი დატკბება ამ ყვავილის სილამაზე. ეგიც განცია. არ ჭირდება მაინდა-მაინც ილონ მასკობა. იმიტომ რომ იმას ჭირდება და უმტკიცეს სამყაროს. ხო, ესე გზრდიან ჩვენ და აი ნახე რა მნიშვნელოვანია. ადამიანი გან არ ვაფასებ მის ქმნილებებს, სასწაულ ქმნილებებს ქმნის. სასწაული გუნდი ყავს ადამიანების, რომელთა ამბიცია აქვს, რომ ქმნილებები განახორციელონ. მაგრამ უკანდევს ადამიანი, რომელიც დღემდე უმტკიცებს სამყაროს, რომ რაღაცა ღირს. იგივე ხონდა სტივ ჯობს. ხო გენიოსი იყო. კი. გიждები, ყველაფერი მაქვს ნანახი სტივ ჯობსის. ვიდეო არ არის, მე მგონი, რაც ისერჩება და რაც არ მაქვს ნანახი. მაგრამ ამ მტკიცებაში, იმიტომ რომ აყვანილი ბავშვია. ხო. ტრამირებული, აყვანილი ბავშვი, წარმოგიდგენია, სტივ ჯობსი რო ხარ წარმოიდგინე. სტივ ჯობსი ხარ. მთელი სამყარო გიждდება შენზე. შენ პროდუქტებზე აბოდებს. ეს iPhone-ი ყოველ მეორეს უდევს სამყაროში ხვდები რა გააკეთა ადამიანმა. კი, სასწაული რაღაც. მიდიოდა მამამისის რესტორანში და ჩუმად იჯდა. მართლა. უყურებდა მამამის და ცხოვრების ბოლომდე არ უთხრა. რომ არის მისი შვილი. კაი რა, არ აი ეს იჯდა, ეს სტივ ჯობსი, რომლის ხო. ითაყვანებოდა სამყარო. ნეტა ეგრე რო არ ექნა iPhone-ი გვექნებოდა. აი შეიძლება, ხო და შეიძლება არ ქონოდა. ანუ ნახე ეგ არის რა და არ ვიცი რა ფიქრები და დარდებით მოკვდა ეს კაცი, რომელიც 56 წლის ასაკში 20 მილიარდი თუ 30 მილიარდი ქონდა უკვე. ვერაფერი ვერ უშველეს. ერთი კიბო გადალახა, მეორე კიბოთი მოკვდა. ხო. ერთი კიბო ტრანსპლანტაციით გადაურჩინეს და მეორე კიბო დაემართა პანკრეასის, რომელიც აფერშვილი. ხვდები რა კი, ზუსტად, კი. ხო და ეგ არის რა, ანუ წარმოიდგინე, რომ ამ მტკიცებაში ადამიანმა გენიალური კომპანია შექმნა, გენიალური პროდუქტები შექმნა, სამყარო შეცვალა, შევთვალოთ. კი, შეცვალა, რა თქმა უნდა. მამას ვერ უთხრა შვილი. მამას ვერ უთხრა, ხო. მიხვდი? კი. აი ეგ არის. ამიტომ შეიძლება იგიც იყო, არ ვიცი, ხანახან რო ვფიქრობ, რომ აი რა არის შეგზნება, აი ცოტა ხანი რო ვფიქრდები, რომ სტივ ჯობსი რო ხარ. და რესტორანში რო ზიხარ და მამას რო უყურებ. და სტივ ჯობსი, ერთი წუთი, სტივ ჯობსი ხარ თან, ხო?
ვიღაცა ხوارა არა ხო იმის შიში ვერ გექნება რომ არ გაუხარდება ან არ მიგიღებს მაგრამ ფაქტია რომ მას ჰქონდა ხო ვერ აპატია ხო ვერ აპატია მიტოვება და იჯდა იმ კაცის რესტორანში უყურებდა მამამის და კაცმა ის რა ემოციებს კლაპავდა მაგ დროს და რა ფიქრები ქონდა იმ სტივ ჯობს ბოლოს ყველაფერი კიბოთი დამთავრდა მიხვდი რას გეტყვი კი როგორ არის ამიტომ ისე ვიმეორებ განძი ყველაშია შეიძლება მტკიცებაში განა გენიალური პროდუქტები ან კომპანიები არ შექმნიან ქმნილებები მათ კომპანიები არ ზოგი ბრავი ზოგი ეგე ყავს იგივე ტრამპი იგივეა სტივ ჯობსია მასკია ეგ არის რა ზის ადამიანი რომელსაც იმხელა მექანიზმი აქვს შექმნილი ნარცისისტული ოღონდ გენიოსი მოდი შევთანხმდეთ მე ამის წინ Netflix-ზე ფილმს უყურე მაგაზე მე მის წიგნები არ მაქვს საკითხული მაგრამ ტრამპზე ხო მე არ მაქვს ანახი უნდა ვუყურო და მისი გენიალური მართლა ძალიან მაგარი ფილმი არის დოკუმენტალური ტრამპზე უყურებდი ბევრ რაღაცა კი ვიცოდი მისი მე რაღაც იმ ფილმმა შემიკრა კიდე გამიჩინა სულ წიგნებსაც წავიკითხავ თქო რა მაინც ბოლოს რო უყურებ ხვდები რომ აი ის მექანიზმი რომელიც შექმნა ნარცისისტული აშლილობის კლასიკური მაგალითი რომელიც ჯერ გამოიხატა რომ გენიალური ბიზნესი მოდელი შექმნა იმპერია შექმნა კრიზისის ჰქონდა გადალახა და ორჯერ ამერიკის პრეზიდენტი გახდა შეხვდები რა ამხელა მექანიზმი არის და რა შედეგებს დებს ეგ მექანიზმი ხვდები კი აი ეგ არის ანუ კომპენსაციისთვის რომ დაუმტკიცო სამყაროს რამდენად მაგარი ვარ შეხვდები რა შეიძლება წაგიყვანოს მაგრამ არ ნიშნავს რომ იქნები ბედნიერი არა მე არ ვიცი არც ვიცი არც გამიჟი შეიძლება არის ბედნიერი მე არ ვიცი მის სამყაროში რა ხდება მე უბრალოდ ამბობ რომ ეგ არ არის რასაც ვამბობ საპირწონე რაც შენ საკუთარ თავზე დაიწყე მოყოლა რომ ზოგადად წარმატებული ადამიანი ბევრს გონია რომ არის აპრიორი ბედნიერი არ არის და ეს არ არის მეწილად არ არის მეწილად არა თვითონ წარმატებას ნახე მნიშვნელოვანია თქვა თვითონ წარმატება ძალიან ისეთი ნეიტრალური რაღაც არც კარგი არც ცუდია წარმატებაა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანები რეალიზდებიან და წარმატებას აღწევენ ნახე თავარი წარმატებაში არის განზრახვა თუ შენ ეს წარმატება შექმენი იმისათვის რომ დაუმტკიცო სამყაროს რა მაგარი ხარ რა საჭირო ხარ აი მტკიცება თუ უდევს მექანიზმად ამ წარმატებას ძალიან იჭმე პარემა რომ ან სიამოვნებას კონდეს ადგილი ან რამე ისეც კი ყვებავს ეგო ძალიან ყვებავს წარმატება ეგო ძალიან ყვებავს ხოთბა ეგო ძალიან ყვებავს ტაშის დაკვრა მაგრამ ეს არის გარედან შემოსული ყველაფერი ხო მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის კომპენსაცია ნახე საიდან არის მნიშვნელოვანია მაყურებელს აუხსნათ რას ნიშნავს კომპენსაცია და საიდან იწყება ის მე დედას არ უყვარვარ ისეთი როგორიც ვარ ესე იგი რაღაცნაირი უნდა ვიყო რომ უყვარდი ეგ არის კომპენსაცია მე მიშობა იმ მომენტში რაღაცნაირი ჭკვიანი განათლებული წარმატებული რა მიშობა რაც არ უნდა აგერჩია იმ დროს ის არის კომპენსაცია და ის არის სხვანაირი ხო და ნახე რა დაიკარგა რა მნიშვნელოვანი აზრი დაიკარგა და მან დიკარგება ჩემი აზრით შემოქმედის ქმნილება მაგრამ ადამიანმა შეიძლება იაროს თელ ცხოვრება და რა 80 წლის ასაკში მოტრიალდეს ან არ მოტრიალდეს მე სად მარტივად უყურებ ამას რომ რა ვიცი ყველა ირჩევს თავის გზას ნახე მე ვუყვარ როგორიც ვარ ხო ნახე რა მაგარი არის და ეს ხო დედასთან ანუ ბავშვმა თუ ეს დედისგან დაინახა მე ამის ექსტრაპოლაცია ხდება სამყაროს ესე იგი მე უყვარ ვარ სამყაროს
დედა ხო სამყარო. რა თქმა უნდა. დედა მიწა რატო ქვია? მაგით. ანუ მან ყალიბდება, რომ დედას რო უყვარ ვარ და დედასთან თუ უსაფრთხოთ ვარ. ამ ხელა როლი გაქვთ ქალებს სასწაული. დიდი. აი ის ყველაფერი მაშინ სამყარო სამყაროში შემიძლია უსაფრთხოდ ვიგზნო თავი. რომ სამყარო ჩემზე იზრუნებს. მე ყოველთვის წვდომა მექნება რესურსებთან. საიდან იბადება ეს? მან იბადება. ხვდები და ამ დროს როგორ ისევდა მიჩნდება მაგ კუთხით. თან სიხარულნარევი სევდა მაგ რა. თან ხო აი ამას რო ვეხები ხო ის არის, ანუ რამხელა პოტენციალი დევს წარმოიდგინე ადამიანში და ამას ბავშვი რო ჩნდება არის აბსოლუტურად ავტენტური, ლაღი, სიყვარულისთვის შექმნილი რაღაცა პატარა ბუშტი იბადება, რა იბადება. აი მე შენ წარმოიდგინე აი შენ ხო გახსოვს შენ ბავშვები დაიბადნენ, ხო ხსენს რანაირები არიან, რაღაცა საყვარლები აი არაფერი ტიპი არის დაბადებული სიყვარულისთვის. სრულად დამოკიდებული უსუსური. აბსოლუტურად უსუსური რაღაცა აი ესეთი საყვარელი ბუშტია რა. და მან წარმოიდგინე და მას ჭირდება. ოღონდ ძალიან ადამიანი ძალიან უსუსური იბადება. ეს მე სოციალში აღარ მახსოვს სადღაც ვიღაცის პოდკასტს უყურებდი. თურმე ჩვენი ტვინი ესე არის სპეციალურად თავის ქალა გაძვრეს დაბადების დროს. ან თავის ქალა უნდა იყოს პატარა, თორე ვერ დაიბადება. ამიტომ ვართ ეგეთი განუვითარებლები. ხო, ანუ შობიარობის პროცესი რო შედგეს, ეს თავის ქალა რო იყოს პატარა, ასეთი განუვითარებელი ტვინით ვიბადებით რა, სპეციალურად, რომ ფიზიოლოგიურად ქალმა შეძლოს და იმშობიაროს, თორე გააჩინოს, თორე ხონაირად ხა დიდი თავი რო იყოს და ბევრი ტვინი რო იყოს. ხო, რა თქმა უნდა. ოღონდ იმდენად უსუსური იბადება, რომ ფაქტიურად 24 საათიან კავშირს ითხოვს ემოციურად რეგულირებულ დედასთან, რომელსაც შეუძლია ეს კავშირი მიცეს. არ ვიცი ხა ადამიანებმა შეიძლება იცოდნენ, მაყურებელმა არ იცოდნენ, მაგრამ კავშირი ყალიბდება დედას ხელში. მაგიტომაც ყოველთვის აი ომებში ბავშვები სულ ხელთან მიმაგრებულები. რატო? იმიტომ რომ უსაფრთხოების გზნობას ხელში იბადება ამ კავშირში. ანუ ბუნებრივ კვებაზეც მაგას ამბობ, ხო. მეორე სასწაული ის, რომ ემოციური რეგულაციას შვილი ღებულობს დედისგან, ისე რომ მარცხენა ქემისფეროს ეკონტაქტება ისე რომ მარცხენა თუ მარჯვენა მარცხენა არ ვწდები ხმე არა ვარ ექიმი. ისე რომ უსიტყვოდ ხდება ეს ყველაფერი, ანუ თვით რეგულაციას ბავშვი სწავლობს დედასგან. ანუ ბავშვი ემოციურ რეგულაციას თურმე ღებულობს პრაქტიკულად მემკვიდრეობით დედისგან. კი, ესე. ანუ დედას რა რეგულაციაც აქვს ემოციური. ხელში რო აიყვანს ბავშვს, ზუსტად იმ რეგულაციას ღებულობს ის ბავშვი. ხო, ედება, კი. წარმოგიდგენია? კი, კი. აი ხა ეს ყველაფერი წარმოიდგინე იდეალური არსება გამთლიანებული სიყვარულისთვის და ყურადღებისთვის დაბადებული მოდის აბსოლუტურად არაიდეალურ სამყაროში. ხო. მის არის. სევდანარევი. ხო, აი მაგიტო გითხარი, რომ სევდანარევი სიხარული თქო, იმიტომ რომ მომენტ რა პოტენციალია წარმოიდგინე, ანუ სრულყოფილი, აი დახვეწე გენიოსის შექმნილი რო წარმოიდგინო რა. მე მიდის ნელ-ნელა ეს. მაგრამ მეორე მხრივ აი კინცუგი რატომ მიყენია მე ქავერად Facebook პროფილზე რომ შეხვიდე ჩემთან. ქავერად მიყენია კინცუგი, რომელიც არის იაპონური არტი, სადაც არის დამტრეული ნივთები, მე ოქროს ძაფებით აკინძული, ხო? აღდგენილი, ხო. და ამბობენ რომ ამაში არის ავტენტური სილამაზე. ანუ ის ნივთი აღარ არის ზუსტად ის ნივთი რაც იყო დამტრევამდე, მაგრამ თავისი ავტენტური სილამაზე აქვს თავისი ოქროს ძაფებით, კინცუგი. აი ჩემთვის თელი თვითგანვითარება, თერაპია, ტრანსფორმაცია, ყველაფერი მანიფესტირდება ამ კინცუგიში. ხო. ხვდები? აი იმიტომ რომ აი კი არ აღდგება სრულად. მან აღდგება. და იმ აღდგენილში თავისი სილამაზე. კი, არის. კი. ამიტომ რაღაცა კუთხით ესე შეხედე რა. აი მაგალითად გეტყვი რა, აი ადამიანებმა რომ მიხვდნენ
მე ვაპროტესტებდი საბავშვო ბაღს. დედაჩემ საშუალება არ ქონდა ძიზების რაღაცებს. ზაუნებურად ძალიან პატარა ასაკიდან რჩებოდი მარტო. შენ ახლა შეიძლება შეხედო ასეთნაირად, რომ მე მქონდა უარყოფის ტრავმა, ანუ ნეგლექტი, დიდი დოზით, იმიტომ რომ არ მყავდა დედა რა, დედა ძალიან მალე გავიდა სამსახურში, მამა ჩემი ბეჭნა სადღაც იყო და დედაჩემს უწევდა სამსახურში, არ ვიცი, 3 წლიდან რჩებოდი მარტო, წარმოვიდგინე. ხო შეგიძლია ერთის ხრივ შეხედო, რომ ძალიან დიდი დოზის სიმარტოვე მაქვს ნაყლაპი და ძალიან დიდი დოზით მაქვს ნეგლექტი, რა, უარყოფა. ხო შეიძლება ამ კუთხით შეხედო. ეს სხვა კუთხით შეხედო. ეგ 5 წლის ასაკში მარტო წავედი სკოლაში. ანუ დამოუკიდებელი. აბსოლუტურად 14 წლის ასაკში გავფრინდი ისრაელის სასწავლებლად მარტო. და იმის მერე პრაქტიკულად, აი როგორი დოზით დამოუკიდებლობა მაქვს, იცი? აი მაგას ვიზახი რომ მედლის ორი მხარეა რა. კი, ერთი მხარე არასოდეს. არასოდეს არ არის, ანუ თან კი ჯობდა რომ დედა მყოლოდა და ბევრი კონტაქტი მქონოდა დედასთან. ცალსახ. ხო ხტები. და კი ალბათ რაღაცები დაზიანდა ჩემში. მაგრამ ასეულს მედლის მეორე მხარეც რა, უზარმაზარი დამოუკიდებლობის ხარისხი მაქვს. შესაბამისად, ეს არის მედლის ორი მხარე. და ძალიან მნიშვნელოვანია, აი ეს ხშირად მიდის და კურსებს, ზუსტად ნაწილი კურსის მაგას ეთმობა, რომ მე მაგალითად დედაჩემისგან მაქვს სიღრმე. მე მამაჩემს არ ვგავარ. მე ვგავარ დედას. მამაჩემი არის ჰორიზონტალურად ერუდიტი, ოღონდ ჰორიზონტ. სიღრმეები არ აინტერესებს. ეს. მამაჩემს. დედაჩემი არის ღრმა. მე ვგავარ დედას. ანუ ეს საჩუქარი, აი სიღრმე, კითხვების დასმა, ჩაკითხვა სიღრმეებში შესვლა. მაგ ეს ნიჭი მაგ დედისგან. ანუ დედამ დამასაჩუქრა ამ სიღრმით. დარწმუნებული რომ შენს გაქვს მილიონი რაღაცა, რაც მიიღე დედისგან. და ყველას. და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის დედაჩემის. მეორე ხრივ მეორე ნაირი საჩუქარი ცხოვრებაში არის რომ დედაჩემი ტოვედა მარტო. ანუ ის ირიბის საჩუქარია. ანუ არის პირდაპირ საჩუქრები და არის ირიბის საჩუქრები, ეგრევე ეძახი რა. პირდაპირ არის ის რაც გერგო. ანუ სიღრმე, მიბერგო სიღრმე. მილიონი სხვა კიდე რა. მე სიღრმე. მეორე ნაირი საჩუქარი არის დასატრანსფორმირებელი. ანუ გულისხმობ რომ შეიძლება პირდაპირ არ იყოს საჩუქრად. მაგრამ ან თვისება გამომიმუშავა, რომელმაც ძალიან გამომადგა ცხოვრებაში. იცი, ერთ-ერთი ბაპტისტური პასტორის იმას უსმენდი ინტერვიუს და ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა რა. ჩვენ ვიცით სად ვიაროთ, აი ეს ხედვას გვაძლევს. მეთი საიდგემო წავიდეთ. მაგრამ არ ვიცით გზას გზაში ვსწავლობთ. შეხედე იმისთვის რომ მე მივსულიყავი იქამდე რასაც ეხლა ვაკეთებ, შეიძლება მე მჭირდებოდა რომ დედას დავეტოვებინე. ესეთი გამოცდილება მქონოდა. ეგეთი გამოცდილება მქონოდა. შენ სულს. ხო. და ეგეთი უნარები მესწავლა რაც მან ვისწავლე. ძალიან მაგარია შენ კითხე წიგნმა რა მოგცაო. ან წიგნის წერა მოდო მკითხველი ზუსტად იგივეს აღმოაჩენს. რომ მე რეტროსპექტიულად ყვები როგორ აიკინზა ეს დიდი სურათი. ანუ როგორ სილამაზია, მაშინ როგორ გითხრა, აი სილამაზია იმიტომ რომ დიდი ხანი რაც ძალიან დიდი ტკივილი გონია. არის ყველაზე დიდი შენი საჩუქარი, მაგრამ იმიტომ რომ unboxing-ს არ უკეთებ ამ ტკივილს, ვერ ხვდები საჩუქარი რა არის შიგნით. და შეიძლება თელი ცხოვრება გეჩვენებოდეს ეს საჩუქრად. რატომ მომდა იუნგი მაგალითად, რომ ყველაზე მთავარი სადაც უნდა წახვიდე, რისაც ყველაზე მეტი გეშინია. რატო ამბობდა? ჭდილებზეა ხო საუბარი? არა, იმ შიში ტერიტორიაში არის ყველაზე დიდი აღმოჩენები. ყველაზე დიდი აღმოჩენები არის შიშის კლიტეებით გამოკეტილი. და ბნელ ნაწილებზე მიდის ლაპარაკი, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში იმ ბნელ ნაწილების ინტეგრაციით შენ ხდები ის რაც ხარ სინამდვილეში. მართალია. და ძალიან ძნელია, აი ნახე, ძალიან ადვილია გამსაჯო ადამიანები, ანუ ძალიან ადვილია, აი მაგალითად
სულ მატრიგერებდა პუტინი. პუტინი? ხო. მაგრამ მატრიგერებს. მე არ მგონია რომ მე მარტო ვარ. ეხა ნაკლებად. აი რომ დავამუშავე ეგ თემა ჩემში. ნაკლებად მატრიგერებს, მაგრამ მანამდე ძალიან ტრიგერებდა. რაღაც ძალიან ტრიგერებს, თან ის არის, სასწორია. 7 ოქტომბერს არის დაბადებული, იცი? მე-15-ში შენ? მე 6-ში. ხო და ის იყო, რა ქვია და ძალიან ღიზიანდებოდი მასზე და ხო ხვდები რომ რაღაცა ღიზიანება, ესე იგი ჩემი ტრიგერია, ხო? ძალიან საინტერესო რაღაცა არის და რას ვერ ვიღებ ჩემ თავში, ანუ მთავარი კითხვა იყო, რომ თუ პუტინი, ანუ რომელი პუტინის ნაწილებს ვერ ვიღებ ჩემში. საინტერესო. მიხდი, აი იყო ჩემი ფიქრი. ძალიან საინტერესო რაღაცა იყო, რომ ეხო ადვილია, რომ მტერია, ანუ ხო ხვდები, ხო ბაზარი არ არის, შეიძლება ესეც უყუროს. ხო, ნუ შენ სიღრმისეულად ყველას თავისი კინო აქვს. კი ბატონო. ესე ვთქვა, ამიტომ ყველას თავისი. ყველამ თვითონ დასვას კითხვა, ხო? თვითონ დასვას კითხვა, ან გამოიყენოს ის რისთვის შეიძლება. ყველას თავის გამოცდილება, ყველა თავის კინოთეატრში ზის და თავის კინოს უყურებს. ძალიან საინტერესო რაღაცა იყო, რომ რაღაცა კუთხით ხო ხვდები, აი მივხვდი, რომ აი ეს პუტინი, ტრამპი, ძალიან საინტერესო რაღაცებია, იმიტომ რომ ტიპები არის მანიფესტაცია, ძალიან საინტერესო მანიფესტაცია არის. ჩვენ ხო კაცები, ნუ ეთლის ჩემზე ვილაპარაკებ, არ განვაზოგადებ რა. კაცს აქვს ლტოვა უსაზღრო ძალაუფლებისკენ და უსაზღრო პოლიგამიისკენ. ანუ ქალები, ფული, ძალაუფლება. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები არის. პუტინი არის ჩემთვის ეგ მანიფესტაცია. და მივხვდი, რომ ჩემი პოლიგამიური ნაწილს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ეჯახება მონოგამიურ ნაწილს. ანუ კონფლიქტი მაქვს შიგნით, იმიტომ რომ არსებობს მონოგამიური ნაწილი, რომელიც არის სიღრმეზე, სიყვარულზე. მაგრამ არსებობს პოლიგამიური. მაგრამ არსებობს პოლიგამიური ნაწილი ძალიან დიდი, რომელსაც ვხედავ პუტინში და მე ვტრიგერდები. არსებობს ჩემში შეუმდგარი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს სირწყურვილი ძალაუფლებისგან, უსაზღრო, აი როგორც ისე, აი განზანზარებდა. და ამას ხედავ პუტინში, წარმოიდგინე, არ მიცოცხალი თავი არ მინდა დავინახო ჩემში. რა საინტერესო. და ნუ ბუნებრივია, რომ ეს არ ვიცი, უთვალავი ფული. უთვალავი, აი რო არ ითვლება. და მათ შორის ახლა ჩემში მე ხო ჩემთან დავარასკლადე ბალანსი, რომ ახლა ადამიანებს ვემსახურებ, ცოტა ხანი ფული დაივიწყე, ამ დროს ფულის ხამი მყავს შიგნით. შეგიჟი ხო არა ხარ წადი მაყოთი შოვე რა დროს ის არის და მოგწონს ფულის თვლა მელაპარაკება ის მე ბერბულსოშოვი არც მითული და მოგწონს ეს ფულის თვლა კარჩ იცი რამდენი დემონია მომიყარა შიგნით ანუ როგორც კი პუტინის დეშიფრაცია დავიწყე ჩემში აი როგორ ერთი კაი 10 დემონი ჩავიხუტე და ველაპარაკე დავსვი კაი თქო ღარაშო გავიდე რაღაცა ხო ისე ანუ ძალიან საინტერესო კომდა კიდე ნახე რა მაგარი რომ იმიტომ რომ გვაქვს ასეთი როგორ თქვა გაუცნობიერებელი როგორც მე მქონდა ხო ანუ მე მყავდა გაუცნობიერებელი პერსონაჟი რომელსაც ალბათ არაბული ცხოვრება უნდა და ბევრი ცოლი. როგორც ხვდები, ან დაახლოებით რომ მივხვდი, ეგეთი პერსონაჟი არის და შურს პუტინს. ხო, ანუ მივხვდი რას გვიდი, იმიტომ რომ იმაში და კიდე სხვა შურს. თან მეცინება თან ისე ყვები. სხვა შურს კიდე შეიძლება, რა ვიცი, შეიხები შურს, არაბეთში. ისინს ფულს არ ითვლიან და უამრავი ქალი ყავს. წარმოიდგინე და მე ვზივარ. და ძალაუფლება. ხო, და ორი ჩემი, 3, 4 დემონი, თუ დემონს პროსტავეზე ჩემი საყვარლები. ჩემს საყვარელი დემონი ჩიკები რომელს დადია და მოკლედ ამას ფული უნდა ბევრი ამას ბევრი ძალაუფლება ამას უნდა აი არ ვიცი 100 ქალი რო არის და აი პროსტა საღამოს რო შევანების პერსონაჟს და მე ამ დროს მე შემოდის პერსონაჟი რომ სიღრმე ისა რა ქვია სიმსუბუქე რომანტიკა და არის ტიპი რომელსაც პროსტა 100 ქალში უნდა შესვლა და არჩევა რომელი ქალი უნდა დაგესღამე და ეხლა შენ წარმოიდგინე აი ეგ ყველაფერი და მაგაზე სულ მე ძალიან მიყვა რა ვქნა მაგ კუთხით რომ გამოზუარი იუნგი რა ყველაფერი რაც გატრიგერებს ამ სამყაროში არის შენზე ყველაფერი ამიტომ ყველაფერი რაც ყურადღება გიჩერდება ყველაფერი რაც გატრიგერებს ყველაფერი არის გზაზე რო ნიშნებია როგორ ვთქვა ხო რო წერია მინიშნებები ყველაფერი ამ სამყაროში მიგანიშნებს
შენზე და ისევ შენზე. ამიტომ ამას რო სწავლობ პირიქით ეს ტრიგერები მე გიხარია რომ რაღაც გივარდება ახალი. დიდრული ხდება. მე მაგალითად კომენტარებს რომ მიწერენ ძალიან დიდი ხანია ხვდები რომ ადამიანი წერს თავის თავზე. რა თქმა უნდა. ანუ მე დავატრიგერე და ის წერს თავის თავზე. და მე ხანდახან ჩემი გუნდი რო რაღაცას მიფიდბეკეს მოთხრა გაეშვი. განადები თავის თავზე ლაპარაკობს ადამიანი მე დავატრიგერე რაღაცას დავაბიჯე მის ცხოვრებაში. რომელიღაცა პერსონაჟს დავაბიჯე რომელიც აღიარება არ უნდა. ძემ ხოლმე პასუხს? თუ დრო არ გაკითხა მაგის. მე არა პასუხს ხავს ანუ კითხვას რომ მისვენ აუცილებლად ვცემ მაგრამ ის არის ხო არიან ხოთბა ცალკე კატეგორია ჰეიტერები ცალკე კატეგორია ხო და ნახე ნიშნო მე მგონია რომ მე თერაპიულ როლს ვასრულებ რა ანუ ეგ არის თერაპია რა ის თუ აფეთქდა ზიყვაფის ხავი რო გამონებად ბობო რაცხა ბრაზი თუ მისხანება რაღაცა დაუცალე ხო ანუ ეგ ის ხო თერაპია არა და არ არის პრობლემა თუ ჰეითია იყოს ჰეითი ჩემ ეგოს ურჩევნია ხოთბა ჰეითერობას ეხა მოდი ეგეც შევთანხმდეთ ხო მაგრამ აი მაგ წერტილში არ ხარ მისული რომ სულ ერთი იყოს შენთვის გაქებენ თუ გაძაგებენ ესე ვთქვათ აი სულ ერთი არას ნიშნავს ანუ მე გამიგია რომ ადამიანები იმ დონემდე მივედი რომ ჩემთვის სულ ერთი ეხა შემაქებენ თუ შემაგინებენ გამარჯობა სულ ერთია პერსონაჟი ქვია მაგრამ ხო და მე ვერ ვხვდები ამას ერთი ჩემი აზრით არიან სხვა პერსონაჟები და ჩვენ რეაქცია ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ ცალსახელზე ვერ ვიტყვი ისე აიწია რომ დღე და ღამე დამკვირვებელში ცხოვრობს კი ბატონო შეიძლება იქაც არის ვიღაცა არ ვიცი მე მეუბნები რომ მე ვხალისდები ძალიან ცოცხალია ბიჭო რატო პირიქით კონტენტს ვამზადებ და ხალხი რაღაცას მიფიდბეკებს ძალიან მაგარი დამიფიდბეკეთ კი მაგრამ ანუ იმის თქმა უნდა რეაქცია არ გაქვს ჰეითზე ანუ ხო ამას ვამბობ რეაქცია რა გაგებით ვეკიდები რა იქ კუთხით რომ რაღაცას დავაბიჯე ამ ადამიანის ცხოვრებაში ხო ცალსახად დავაბიჯე სხვანაირად ხო მაგრამ იმასაც ხვდები ანუ გაგება მაგ და ცოტა თანაგზნობა მაგ იმ კუთხით რომ მე ვიცი რომ ამას რაღაცა მნიშვნელოვნება მიანიჭა და ეს მნიშვნელოვნება არის მასზე. რა თქმა უნდა. და შესაბამისად მაგ კუთხით შეიძლება ცოტა სხვანაირად შეხედო ადამიანს. კი. რა უკავშირი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეხმარება რომ განავითარო რაღაცა უკეთესი გავაკეთო და ასე შემდეგ. ამიტომ პირიქით ყველა კომენტარს პატივს ვცემ და ის უკავშირი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია შენთვისაც და კი რა თქმა უნდა მე ყველას თუ შეიძლება უკავშირი იგი გამნიშნულია რომ გავიზარდე კი დაგვიწერეთ საშა უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ბევრ რაღაცაზე დამაფიქრე სხვა პრიზმით შევხედე და აუცილებლად გავივლი შენს საავტორო კურსს მოდი სიამოვნებით შენს დაკპატიჟებ შემაყურებელსაც და ყველა ვინც მოასწრებს კურსი იწყება უკვე 29-ში დაწყებული იქნება ამიტომ იჩქარეთ ვინც ფიქრობთ ამ კურსის გავლას შენ დაუდებ ხო რამე ლინკს ამ რამეს დაუდებ რომ ლინკს კი და წიგნსაც დავდებ მადლობა დიდი სტუმრობისთვის და კაი გარემოს შექმნისთვის ძალიან დიდი მადლობა